საღამო მშვიდობისა, მოგესალმებით საქართველოს პირველი არხის ახალი შენობიდან და ახალი სტუდიიდან. ეს ბიზნეს პარტნიორია ტრადიციულად ყოველ ხუთშაბათ საღამოს ჩვენ ვსაუბრობთ ქვეყნის ეკონომიკასა და ბიზნესში არსებულ ტენდენციებზე. გადაცემის პირველ ნაწილში დღეს ჭიათურის მაღაროელთა პრობლემებზე ვისაუბრებთ. გადაცემის მეორე ნაწილში კი ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალზე. პროტესტის 28-ვე დღე. აქციები ჭიათურასა და თბილისში და მაღაროელთა მოთხოვნები. რა არის მათი მთავარი სათქმელი და შესაძლებელია თუ არა შეჩერებული მიწისქვეშა სამუშაოების განახლება. ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა გაუცემელი ხელფასების გაცემას უკავშირდება. პარალელურად მაღაროელები მიიჩნევენ, რომ ჯორჯიან მანგანეზი მაღაროების მართვიდან უნდა გავიდეს და მისი მართვა საკუთარ თავზე სახელმწიფომ აიღოს. როგორ შეიძლება მოგვარდეს ეს პრობლემა? ბიზნეს პარტნიორის სტუდიაში პროტესტის მონაწილეები მერაბ სარალიძე, ტარიელ მაქაცაძე და გიორგი ნეფარიძე არიან. აქვე ვიტყვი, რომ ჩვენ კომპანიასაც შევთავაზეთ პირდაპირ ეთერი, თუმცა მათ ამ ეტაპზე სტუმრობაზე უარი განაცხადეს. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. ბოლო დღეების და ბოლო კვირების ალბათ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და აქტუალურ თემაზე ვსაუბრობთ მე და თქვენ ახლა თემაზე, რომელიც არ არის უბრალოდ ჭიათურელთა დაუშვათ პრობლემა, იმიტომ რომ სოციალურ ქსელებში არსებული გამოხმაურებები თუ იმშელებთ, თქვენი გასაჭერი რეალურად სხვა ადამიანებსაც გულთან აქვთ მიტანილი. დავიწყოთ იმით, რეალურად რა არის თქვენი მთავარი სათქმელი. რა მდგომარეობაშია დღეს საწარმო, რომელიც რეალურად არის გაჩერებული, ყოველ შემთხვევაში სამუშაოები არის გაჩერებული მოპოვებითი და თითოეული თქვენგანი 28-ვე დღეა რეალურად იმყოფებით პროტესტის რეჟიმში. რა ეტაპზე ხართ, გარდა იმისა, რომ პროტესტია, რამდენად შეიძლება, რომ გამოსავალიც მეტნაკლებად თუ არის შესაძლებელი, დავუშვათ გადაცემის ფარგლებში გამოსავალზეც ვისაუბროთ. შეიძლება თუ არა, რომ ეს პროცესი გადავიდეს სხვა რეჟიმში და რეალურად გაჩერებული, დავუშვათ მოპოვებითი სამუშაოები აღდგეს და თითოეულმა თქვენგანმა მიიღოთ კუთვნილი სამუშაოსთან დაკავშირებული ხელფასი. დავიწყოთ საუბარი, დავიწყოთ თქვენით და რა არის თქვენი მთავარი სათქმელი ის, რაც აქამდე არ გითქვამთ. მოგესალმებით, მივესალმებით მაყურებლებს, მსმენელებს. მთავარი სათქმელი არის ის, რომ აუცილებლად უნდა მიიღოს ხელისუფალმა გადაწყვეტილება, რომ მოусმინოს ჭიათურელ ხალხს და მოусმინოს მაღაროელს, გამომდინარე იქიდან, რომ ყველანაირი გადაჭარბების გარეშე ქალაქი არის განადგურების ზღვარზე. მით უმეტეს ამას ამყარებს კომპანიის გადაწყვეტილება, რის შესახებაც განაცხადა მან, რომ საერთოდ შეაჩერებდა მიწისქვეშა მოპოვებით სამუშაოებს და მხოლოდ ღიაკარიელული წესით გააგრძელებდა მუშაობას, თუმცა იქ დასაქმებული ადამიანები 3620 ადამიანიდან, რომელიც კონკრეტულად მაღაროებში მუშაობდა, 2000-მდე დასაქმდებოდა ღიაკარიელული წესით მოპოვების სამუშაოებში. ეს ფიზიკურად შეუძლებელია გამომდინარე იქიდან, რომ ვერ დაიტევს ჭიათურა, რომ ღიაკარიელული წესით ასე ფართო მასშტაბებზე გავიდეს მუშაობა და თან ამასთან ერთად ეს კატასტროფულ ზომამდე მიიყვანს ეკოლოგიას, ფიზიკურად ვერ შეძლებენ ადამიანები იქ სუნთქვას და ვერ იცხოვრობენ. პირველი მთავარი სათქმელი ისაა, რომ აუცილებლად ხელისუფლება უნდა დაგვიჯდეს. ჩვენ მოლაპარაკების მაგიდასთან, ჩვენი ხედვებიც გვაქვს, თუმცა სპეციალისტებმა უნდა მოგვისმინონ ჩვენს და ეს უნდა იყოს შესწავლილი, რამდენად სწორი ხედვა გვაქვს. ჩვენ არ ვამბობთ იმას, რომ რასაც ვამბობთ, ეს აუცილებლად მართლები ვართ, ეს ვეროთ რო კომპეტენტურმა პირებმა უნდა შეისწავლოს, თუმცა ეს აშკარაა, რომ რასაც კომპანია GM ჭიათურაში აკეთებს, ეს არის ძალიან დიდი დადგმული სცენარი, ასე ვთქვათ, არ ამგონია, რომ იმდენად უგნურები იყვნენ, რომ ასე მარტივად გაეკოტრებიათ ამ ხელა კომპანია. მეტიც ვფიქრობ, რომ წლები მუშაობდნენ იმაზე, რომ მისულიყვნენ ამ მდგომარეობამდე. ეს აწყობდათ ჩემი საზრით იქიდან გამომდინარე, რომ დაცლილიყო ქალაქი, ეს ქალაქის დაცლას იწვევს, იმიტომ რომ მთელი ჭიათურის ეკონომიკა ამაზე არის დაყრდნობილი და არ არსებობს ალტერნატიული სამუშაოები. თუ ამ სამსახურსაც ადამიანები დაკარგავენ, ფიზიკურად მოუწევთ სხვა ქალაქებში ან სხვა ქვეყნებში წასვლა, რომ ოჯახები არ. ასე ვიკითხა ბატონ ტარიელთან გადავალ, რა ინტერესი უნდა ჰქონოდა კომპანიას, რომ დავუშვათ თუ ეს პროცესი არ არის კონკრეტულად კრიზისით განპირობებული და რეალურად მთელი ეს წლები ასე გრძელდებოდა, რა მიიყვანა აქამდე. მე ხა ხელთ მაქვს კომპანიის გადაწყვეტილება
და თქვენის ნებართვით მაყურებლისთვის მინდა რომ განმარტო მათ დაიქირავეს გერმანული აუდიტორული კომპანია და ამ აუდიტორულმა კომპანიამ მიიღო დასკვნა და ამ დასკვნის საფუძველზე ყოველ შემთხვევაში ასეთი ოფიციალური პოზიცია კომპანიის რომ სწორედ ეს დასკვნა გახდა საფუძველი იმისა რომ რეალურად მოპოვებითი სამუშაოები შეეჩერებინათ. აქ არის ჩამოთვლილი დაახლოებით რამდენიმე პუნქტი, ამიტომ მარტივი იქნება უფრო აღსაქმელად მაყურებლისთვის რომ განმარტოთ. პირველი მადნის დაბალი ხარისხი და აქედან გამომდინარე გადამუშავების შედეგების დაბალი ეფექტურობა. ეს არის ერთ-ერთი მანგანეცის კონცენტრატების ფასების სტაგნაცია და ბაზრის არასტაბილურობა. შრომის ბაზარზე კი დავუშვათ იგივე ხარჯვით მასალებზე ფასების ზრდის პირობები, მაღალი ძალიან საოპერაციო ხარჯები და ინვესტიციების განხორციელების არაეფექტურობა. ეს არის რეალურად ის ნაწილები, რომელიც აქ დასახელებული კომპანიას. თუმცა მე ასევე ხელთ მიჭირავს ჭიათურის კრიზისის ქრონოლოგია, რომელიც ასევე შექმნა კომპანიამ და ერთ-ერთი მთავარი ნაწილი აი ამ კრიზისის ქრონოლოგიაში არის თავად პროტესტი სხვადასხვა ტიპის პროტესტები, რომელმაც ამ კომპანიის გადმოსახედიდან რეალურად მიგვიყვანა იქამდე, რომ მოპოვებითი სამუშაოები არ არის რენტაბელური. კომპანია მიდიოდა ზარალზე, ხელფასების გადახდისთვის მათ რეალურად ჭირდებოდა საბანკო სესხების აღება და ამ შემდგომ. ანუ მთელი ეს პროცესი არის აი ამ რამდენიმე გვერდიან დოკუმენტში აღწერილი. სწორედ ამიტომ მინდა თქვენგან მოვისმინო რეალურად რატომ ვართ ამ მდგომარეობაში და სად არის მთავარი პრობლემა კომპანიის მხრიდან დაშვებული. თქვენი გადმოსახედა ბუნებრივია შეცდომის სახით, რომ დავუშვათ დღეს ჩვენ იმაზე კი არ ვსაუბრობთ, თქვენი კომპანია რეალურად რაც შეიძლება მეტ განვითარებაზე იყოს ორიენტირებული და მეტად საექსპორტო პოტენციალის ათვისებაზე ვსაუბრობდეთ, არამედ იმაზე რეალურად რა მდგომარეობაში და ხელფასს ვერ იღებთ 3 თვის განმავლობაში. დიახ, მოგესალმებით. ადლოვა მოწვევისთვის მივესალმები მაყურებელს. მოკლედ უნდა დავიწყო აუდიტით. ჩვენ 2023 წელსაც ჰქონდა გაფიცვის შემდეგ შემოთავაზება და დავეთანხმეთ იმას, რომ აუდიტი აუცილებლად უნდა ჩატარდეს და გამოიკვეთოს კრიზისი, რისგან არის გამოწვეული, თუმცა ცალკე აღებული არ გვაინტერესებს ჭიათურაში რა ხდება და იმიტომ რომ ჭიათურა არის ხარჯვითი ნაწილი, დიდრდება და იღებს პროდუქციის სახეს ზესტაფონში და იყიდება მერე გადის ექსპორტზე და აქედან უნდა ჩამოიშალოს მერე ის თანხები და გადანაწილდეს შესაბამისად როგორც ვარც იხესე ისე ზესტაფონზე ისე ჭიათურაზე ჩატარდა აუდიტი, თუმცა ამ აუდიტის დასკვნა და პასუხი არ ვიცით, ეს იყო ქართული აუდიტის სახელი არ მახსოვს, რაც შეეხება გერმანულ აუდიტს, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანია მესამე პუნქტი, რომელიც ნახეთ ფასების მატება, მაღალი საოპერაციო ხარჯები. დიახ, მაღალი საოპერაციო ხარჯები, ზუსტად აქ არის ეშმაკები დამალული, იმიტომ რომ 2019 წლის შემდეგ კომპანია ჯორჯიან მანგანეზმა შეპესეება დაანაწევრა მაღალ დამხმარე საწარმოები, რომელიც ამარაგებდა როგორც ტექნიკური მომსახურებით, ასევე სერვის მომსახურებით, სამაგრით და ასე შემდეგ და ზუსტად მანდ არის ჯორჯიან მანგანეზის წილები ჩადებული, მანდ არის კავშირები, თვითღირებულება არის ძალიან არარეალურად მაღალი მომსახურების სერვისის, რაც იწვევს ეგრეთ წოდებულ შეპესე მაღაროელის და ამ შემთხვევაში უკვე ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიის კრიზისში შეყვანას და გაკოტრებას. თუმცა ჩვენ ვიცით უკვე მესამე მაქინაცია არის ჯორჯიან მანგანეზის ჩატარებული 2019 წელს ყავდა შუქრუთი პლუსი მაღაროელის ბაზაზე დაარსებული, შემდეგ გახდა შეპესე მაღაროელი და რახან მაღაროელის კრიზისში შევიდა და პრობლემები შეექმნა უკვე ზედა. რა ინტერესი ჰქონდა მაშინ კომპანიას? ნებისმიერი კომპანია არის ორიენტირებული მოგებაზე, შემოსავლების და შემდგომ. რა ინტერესი უნდა ჰქონოდა რომ გაჩერებულიყო? საწარმო საბოლოოდ გაიჩერებულიყო. თავარი ინტერესი გახლავთ მაღაროების გაუქმება და ღია კარიერული წესით მოპოვება. ეს განაპირობებს ხარჯვით ნაწილში ძალიან დიდ შემცირებას, იმიტომ რომ აქ დასაქმება ადამიანური რესურსის არის ძალიან ნაკლები, თუმცა ეკოლოგია დგება კატასტროფულ მდგომარეობაში, მაღაროებს ჭირდება ადამიანური რესურსი ბევრი, რაც ამ ადამიანებს ჭირდება დაზღვევა, კვება, ტრანსპორტი, შვებულება და ასე შემდეგ, ტექნიკა ჭირდება მხოლოდ დიზელი და ანუ რეალურად ამბობთ რომ ღია კარიერული წესით დამუშავების მოპოვების შემთხვევაში რეალურად დაასაქმებული მაღაროელების დიდი ნაწილი დარჩება და დაუსაქმებელი და უმუშევრად. ნამდვილად და ეს არის მისი განზრახვა დღევანდელი, როდესაც ამბობს რომ გაკოტრებულია მაღაროების დახურვას აანონსებს, თუმცა არ ამბობს რომ ის ლიცენზიას დატოვებს და ჭიათურიდან გავა. ის ამბობს რომ ღია კარიერულ მოპოვებას განაახლებს და ამისთვის დაჭირდება მაქსიმუმ 2000 ადამიანი, რაც ესეც აბსურდია და ამდენიც არ დაჭირდება, თუმცა საწყისი ეტაპისთვის შეიძლება მან შეინახოს 2000 დასაქმებული ზედმეტად 1620 ადამიანი გაუშვას სახლში.
მაგრამ დროთა განმავლობაში ამასაც შეამცირებს და მოპოვება ბევრად უფრო მეტი იქნება, ვიდრე მაღაროებიდან გამოდის, რადგან ტექნიკა ძალიან სწრაფად ვითარდება, ძალიან სწრაფად მოიპოვებს და ძალიან სწრაფად ანგრევს ჭიათურას. თქვენ კარგად ინფორმირებულები ხართ, თქვენს დაუშვათ ამ არა მხოლოდ ჭიათურის პრობლემებზე, არამედ ძალიან კარგად გეცოდინებათ სოფლიო ტენდენციები ამ მიმართულებით რა ხდება, ხო? ბოლო პერიოდში საკმაოდ რთული ვითარება იყო ფეროშენადნობების და მანგანისის ბაზარზე. ძალიან ბევრი მიზეზი, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო რუსეთ-უკრაინის ომი და ამ ფაქტორების გათვალისწინებით ძალიან ისეთი გლობალურ ბაზრებზე საკმაოდ რთული ვითარება შეიქმნა, ფასი იყო ძალიან მკვეთრად დაცემული და შესაბამისად ამ სიტუაციაში რეალურად თითქოს ერთი შეხედვით ლოგიკურია არგუმენტი, რომ მე აღარ მიიღეს, მე ამ შემთხვევაში კომპანიას ვსაუბრობ, აღარ უნდა მიიღდეს ამდენი ხარჯის გაწევა, მოპოვება და ასე შემდგომ. აი ამაზე რა პასუხი და რა არგუმენტი გვაქვს იმის გათვალისწინებით, რომ რეალურად კომპანიისთვის და ყოველ შემთხვევაში იმ ადამიანებს, ვინც ასე არ არის თქვენაირად შეხედული, ერთ შეხედვით ძალიან ლოგიკური არგუმენტი, იმიტომ რომ სოფლიო ბაზრებზე არსებულ ტენდენციას მეტნაკლებად ვიცნობ და ამ სიტუაციის გათვალისწინებით, როდესაც სოფლიოში ამ სფეროში არის კრიზისი და რეალურად ამ ფეროშენადნობის და მანგანეზე არის საკმაოდ დაბალი ფასები, ასეთ სიტუაციაში ან კომპანიამ როგორ უნდა იფუნქციონიროს, ან ხელფასი როგორ უნდა გადაიხადოს და ამაზე რა არგუმენტი და პასუხი გვაქვს. დიახ, ნამდვილად მოგახსენებთ, ეხლა ყველაზე ცუდი წელიწადი თუ შეიძლება ითქვას იყო 2024 წელი, რადგან ფასები ძალიან დაბალი იყო და მიუხედავად ამისა, ექსპორტზე მაინც მეორე ადგილზე იმყოფება ჯორჯიან მანგანეზის ფეროშენადნობები და 322 მილიონ დოლარის გაყიდვები აწარმოა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჭიათურა ზესტაფონმა და ვარციხემ თავისი ენერგიით გამოიმუშავეს ლამის 1 მილიარდი ლარი. თუმცა ეს ბევრად ნაკლებია ვიდრე წინა წლებთან. დიახ, 660 მილიონი ქონდა 21 წელს და ნახე ისე თქვა მინდა, ანუ 24 წელს უკვე 1 მილიარდ ლარამდე ამ დროს კომპანია ამბობს, რომ 82 მილიონი 600.000 გავეცი ხელფასებში, მაშინ როდესაც არაფერი არ მომიპოვებია, როგორ აწარმოა 1 მილიარდი ლარის ღირებულების პროდუქცია და თუნდაც თქვა 82 მილიონი 600.000 დახარჯა ჭიათურაში, ერთი იმდენიც დავამატოთ, რომ ზესტაფონში დახარჯა, კიდე ერთი იმდენიც დავამატოთ, რომ არარეალურია, მაგრამ ვარციხეს დაახარჯა, კიდევ ორი იმდენის დავამატოთ, რომ მასალებში წავიდა ხარჯებში. და მე-10 თვეს უკვე ოქტომბერში არჩევნები მთავრდება თორე, თუ არა 28 ოქტომბერს აჩერებს საწარმოს კრიზისის გამო. აი, რამდენად რეალური და ლოგიკურია, როდესაც 9 თვეში ლამის მილიარდი ლარის პროდუქცია გააქვს ექსპორტზე და ამ დროს აჩერებს საწარმოს, მაგრამ კომპანიას აქაც აქვს პასუხი, იმიტომ რომ ამერიკაში და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში და ასევე რუსეთში თურმე ალომბარდებს მარგანეცს და ბაზარზე არ იყიდება და ესე ლიზინგი და რაღაც ბანკები აღარ გვენდობოდნენ, ფინანსურ რესურსს აღარ გვაძლევდნენ, შესაბამისად ჩვენ გაგვიჭირდა უკვე რეალურად შექმნილი ვითარების გათვალისწინებით ცესხის აღება, თუნდაც იმისთვის, რომ მინიმალ დაუშტებებში რომ ეთვალდებულები შეგვესრულებინა. ძალიან კარგია და აი ამისთვის არის საჭირო, რომ აუცილებლად სახელმწიფომ ჩაიხედოს ტექნიკურ მხარეში და იურიდიულ მხარეში, იმიტომ რომ ისი ამბობს, რომ მე კრიზისში ვარ, აი მე მსმენია მთავრობის წევრებისგან, რომ ადგილობრივ, რომ ჭიათურაშიც აღარ იხდის გადასახადებს, სახელმწიფოში აღარ იხდის გადასახადებს, იმიტომ რომ სულ აწყობს კომპანიას, რომ ჭიათურა არის წამგებიანი და მე უბრალოდ აქედან მოგებას ვერ პოულობ. თუმცა გადასახადის გადაუხდელობა თუ სასამართლო გადაწყვეტილება არის შესაბამისად დანაშაულია, შესაბამისად ის რომ გადასახადს არ იხდის. ამიტომ ვამბობ, რომ გამოსაძიებელია ჯორჯიან მანგანეზის საქმიანობა, იქ არის ძალიან კორუფციული გარიგებები, თუმცა სამწუხაროდ დღევანდელ რეალობაში იმ კორუფციულ გარიგებებში გარკვეული ჩინოვნიკების გვარებით შეიძლება ამოიკითხონ ჩემი აზრით და ამიტომ არის ესე ყველაფერი როგორც არის. კი ბატონო. ერთ-ერთი ყველაზე ესეთი პრობლემური ნაწილი აი ამ დოკუმენტის მიხედვით, რასაც ქვია ჭიათურის კრიზისის ქრონოლოგია, უკავშირდება შუქრუთს. იმის გათვალისწინებით, რომ თქვენი სახელი და გვარიც არის ამ კონკრეტულ რამდენიმე ფურცლიან დოკუმენტში, მე ჩემ თავს უფლება მივეცი, რომ სწორედ თქვენთან ვისაუბრო ამ ნაწილზე. შუქრუთელების პროტესტი ერთ-ერთ მთავარ არგუმენტად არის დასახელებული აი ამ დოკუმენტის მიხედვით, დოკუმენტი არ ვიცი ამდენად შეიძლება ითქვას, თუმცა აი ამ ქრონოლოგიის მიხედვით, რომელსაც კომპანია გვთავაზობს, რომ რეალურად ამ მდგომარეობამდე მიგვიყვანა ძალიან ბევრმა გაფიცვამ, ძალიან ბევრმა პროტესტმა და მათ შორის ერთ-ერთი იყო შუქრუთელების პროტესტი. რეალურად შუქრუთელების პროტესტს რამდენად ჰქონდა საფუძველი? იმის გათვალისწინებით, რომ კომპანია ამბობს, რომ მე ამ ადამიანებს მივეცი ის კონკრეტული კომპენსაციები, რომელიც მათ უნდა მიეღოთ.
და მათ შორის ერთ-ერთი ბრძანდები თქვენ. აი ამ სიტუაციის გათვალისწინებით, რამდენად საფუძვლიანია კომპანიის არგუმენტი თქვენი შეფასებით ბუნებრივია, რომ შუქრუთელების პროტესტი ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი და მიზეზია იმისა, რა მდგომარეობაში დღეს არის დაუშვათ იგივე ჭიათურა თავისი გაჩერებული მაღაროებით. მივესალმებით ტელემაყურებელს. ჩვენთან პროცესები და პრობლემები დაიწყო მას შემდგომ, რაც 2017 წელს თბილისის საქალაქო სასამართლომ ოფიციალურად გარემოზე მიღებული ზიანის აღმოსაფხრელად დანიშნა კომპანია ჯორჯიან მანგანეზში სახელმწიფო სპეციალური მმართველი, პირველი მმართველი, თუ სწორად მახსოვს, იყო ბატონი ნიკოლოზ ჩიქოვანი. მაშინ 416 მილიონი ლარით იქნა კომპანია ჯორჯიან მანგანეზი დაჯარიმებული გარემოზე მიღებული ზიანის გამო. მას შემდგომ სამწუხაროდ რაც სახელმწიფო სპეციალური მმართველი დაინიშნა კომპანიაში, დღემდე აღარ შემოსულა გარემოს ზედამხედველობა ჭიათურაში გარემოს დასათვალიერებლად, გარემოზე მიყენებული ზიანის შესაფასებლად, მაშინ თუ გარემოზე მიყენებული ზიანი შეადგენდა 416 მილიონ ლარს, დღეს რო შეისწავლოს ეს გარემოს ზედამხედველობის სამსახურმა თამამად ვიტყვი 7 მილიარდ დოლარსაც კი გადააჭარბებს. ჭიათურაში კატასტროფული სიტუაციაა, ჩვენთან პირიქით მოხდა გარემოზე მიყენებული ზიანი, კი არ აღმოიფხრა, გაათმაგდა, გაასმაგდა და ჩვენ სოფელში სამწუხაროდ შეუქცევადი პროცესები დაიწყო, გრევის პროცესი. ჩვენთან ეს პროცესები უკვე თვალით აღსაქმელი იყო 2019 წლიდან ამ პროტესტში ვართ, ვითხოვთ ჯანსაღ უსაფრთხო გარემოში ცხოვრებას. კომპანიის არაერთ მაღალ ჩინოსანთან წარმომადგენლებთან მქონია კომუნიკაცია, თუნდაც აქ სტუდიაში მოჯდომ ბატონ თემურ ხონელიასთან, რომელიც ადამიანს პირდაპირ არაერთ გზის ცდილობდა და არა მარტო თემურ ხონელია კომპანიის არაერთი მაღალ ჩინოსანი, რომ ეს პროცესები არ წასულიყო რეალურად სამართლებრივად და ყველაფერს ცდილობდნენ იმისთვის, რომ ეს პროტესტი გაეშავებინათ ადამიანების არის ეკოლოგიური ნაწილი და დაუშვათ სხვა ამ პროტესტს სხვა რაიმე ტიპის, მათ შორის პოლიტიკური პირდაპირ ვიკითხავ, დატვირთვა არ ქონია? არავით არის პოლიტიკური დატვირთვა არ ქონია, ეს პროტესტი დაიწყო იქედან გამომდინარე, რომ ამას ძალიან მარტივი მიზეზის გამო გიკითხებით, თქვენი დაუშვათ თუნდაც პროტესტი ცალკეული პოლიტიკური პარტიების მხრიდან იყო გამოყენებული წინასაარჩევნოდ. იყო თუ არა ეს გამოყენებული, რამაზე იყო აქცენტები გაკეთებული? იყო თუ არა ეს პრობლემის შემქმნელი? ბევრი მანიპულაცია მიეცა სამწუხაროდ ჩვენ პროტესტს, მაგრამ ჩვენმა გასაჭირმა გამოგვიყვანა გარეთ, უკვე თითქმის 6 წელიწადია კარავში ვცხოვრობთ, ქუჩაში გვიწევს ცხოვრება. როდესაც დავსხედით არაერთი კომპანიის მაღალჩინოსანთან წარმომადგენელთან და ჩვენი შეთავაზება იყო, რომ როდესაც ჩვენი საცხოვრისი გარემო სადაც თითოეული ჩვენთაგანი დავიბადეთ, გავიზარდეთ და არაერთი ფსიქოემოციური გვაკავშირებს ჩვენ სოფელთან, ანალოგიური საცხოვრისი პირობები გარემო შეექმნათ, სადაც ხვალ და ერთი წლის შემდგომ იგივე საფრთხე არ დაგვემუქრებოდა. პირდაპირ იყო კომპანიის ყველა მაღალჩინოსიდან, რომ ჩვენ რო ეს პრეცედენტი დაუშვათ და სამართლიანი მიდგომა იყოს, ჩვენ არ ვოპერირებთ მხოლოდ და მხოლოდ სოფელ შუქრუთში, სხვა დაზარალებული სოფლის მოსახლეობისთვის სახელმძღვანელო აღმოჩნდება ჩვენი ასეთ სიტუაციაში რამდენად გამართლებული იყო კომპენსაციების აღება? ანუ კომპანია ჯორჯიან მანგანეზი ყველანაირად ცდილობს, რომ ეს პროტესტი ჩაახშოს და ის რომ მანიპულირებს, რომ თითქოს რაღაც სახის კომპენსაციები გაცა, ეს არის არ მოგცათ კომპენსაცია? ეს არის რეალურად კომპანიის მანიპულაცია და თავარი თემიდან სხვაგან გადატანა და პროტესტის გაშავება, რადგან არსებობს 2021 წელს გაფორმებული ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც დოკუმენტი ხელმომწერიც არის მაშინდელი სახელმწიფო სპეციალური მმართველი ნიკოლოზ ჩიქოვანი. შეგვიძლია გავასაჯაროოთ ჩვენი მხრიდან ყოველ შემთხვევაში არასდროს საჯაროობაზე პრობლემა არ ყოფილა, თუ რაიმე სახის დოკუმენტი ფორმდებოდა კომპანია ჯორჯიან მანგანეზთან. ყოველთვის პირველი პირობა იყო კომპანიის მხრიდან, რომ ეს დოკუმენტი ყოფილიყო კონფიდენციალური, მათ არ აწყობთ საჯაროობა, ჩვენ
შეგვიძლია დღესვე გავასაჯაროოთ ეგ დოკუმენტი 2021 წელს, როდესაც ჩვენი პროტესტი დასრულდა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან, ერთთვიანი შიმშილობის და პირამოგერის შემდგომ ერთი პუნქტიც კი არ შეუსრულებია კომპანია Georgian Manganese და უკვე ამ ხელმოწერიდან რამოდენიმე კვირაში უშუალოდ აქ მყოფი კომპანია Georgian Manganese ადმინისტრაციული დირექტორი თემურ ხონელია არაერთ ადამიანთან, მაშინ თუ სწორად მახსოვს 10 ოჯახთან გაფორმდა კომპანია Georgian Manganese-თან დაკავშირებით ხელშეკრულება და პირდაპირ დაიწყო სატელეფონო კომუნიკაციები, რომ მოდი დავივიწყოთ გაფორმებული ხელშეკრულება და რა გიღირთ თქვენ დავიწყოთ ვაჭრობები და ჭიათურაში და ზოგადად კომპანია თქვენ ხო ანუ მე არ ვიცი რამდენად ეს ინფორმაცია სინამდვილე შესაძლოა, მაგრამ ჭიათურის კრიზისის ქრონოლოგიაში შავი თეთრ წერია თქვენი სახელი და გვარი იმ ადამიანებს შორის, რომელთაც მიიღეთ კომპენსაცია. სწორედ ამიტომ ვკითხულობ, როდესაც კომპენსაციას იღებდით, რეალურად მაშინაც ხო იდგა ეს პრობლემა, მაშინ რატო დათანხმდით ამ კომპენსაციის მიღებას და რომ არ დათანხმდებოდით, შეიძლებოდა თუ არა ამ პროტესტს ბევრად სხვა გაგრძელება ჰქონოდა და დაუშვათ კომპანიას ბევრად რთული სიტუაციაში აღმოჩენილიყო, თუნდაც ეხლა დღეს კომპანიას აქვს რეალურად სათქმელი, რომ მე გავეცი კომპენსაციები და მაინც მედავებიან ეს ადამიანები. კომპანიის ეგ მანიპულაციები ემსახურება ფართო საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. აი თუნდაც ის პირველი სახელმწიფო სპეციალური მმართველი, რომელიც აღნიშნეთ, საერთოდ გაქცეული იყო ქვეყნიდან, ბრალი ედებოდა ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხნის გაკოტრებაში და ის დოკუმენტაციები, რომელიც დოკუმენტაციაც ააფრიალეს ტელე და ინტერნეტ სივრცეში კომპანიის წარმომადგენლებმა უშუალოდ ერთ-ერთი იურისტი ნიკოლოზ მირიან ბიჭიკაშვილი ოფიციალურად ბრალი ქონდა წარდგენილი დოკუმენტების გაყალბებაში და ქართამის აღებაში და ამით მე მგონი ყველაფერი არის ნათქვამი ეს რასაც ვსაუბრობთ მარტივად გადასამოწმებელია შეგვიძლია ეს ინფორმაცია მოვიპოვოთ იმის მაგივრად რომ რეალურ პრობლემებზე ისაუბროს კომპანიის ხელმძღვანელებმა და იმ გზებზე ისაუბროს ეს რეალური პრობლემები როგორ გადაიჭრას ცდილობენ თუ რამე წინააღმდეგობა შეხვდათ კომპანიას ყველანაირი გზით და ყველანაირი ხერხით და მეთოდოლოგიით ეს პროტესტი გააშაონ ჩაახშონ იმის მაგივრად რომ ჭიათურა რომელი ქალაქის რომელი რაიონის ერთ-ერთი უმდიდრესი ქალაქია და ძალიან დიდი რაოდენობით მილიონობით ნედლეული გაედინება ჩვენი ქალაქიდან სამწუხაროდ ჭიათურის მოსახლეობის თითქმის 40% სოციალურ შემწეობას იღებს ყოველი მეოთხე ადამიანი სამწუხაროდ ონკოკლინიკების მიმმართველი პაციენტია პირადად ჩემ სოფელზე ვიტყვი 280 ოჯახი ცხოვრობს სოფელ შუქრუთში და 100 ადამიანზე მეტი სიმსივნით დაავადებულია და ონკოკლინიკის პაციენტია და არ არის მხოლოდ და მხოლოდ სოფელი შუქრუთი ჭიათურაში 12 სოფელია რომელი 12 სოფელიც მიწასთან არის გასწორებული და რომ გამოდის კომპანიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი პირი ირაკლი ნოზაძე და პატარ-პატარა რეკლამებით ხატავს ფართო საზოგადოებისათვის თურმე რა კარგად ასრულებენ თავის დაკისრებულ მოვალეობას ერთი კვადრატული მეტრი გვაჩვენონ სადაც კომპანია Georgian Manganese-მა თავის ოპერირების ღია კარიერული გადახსნის პროცესში სტანდარტების დაცვით, რასაც სტანდარტები ქვია, რეკულტივაცია მოახდინა ადამიანებს, სამწუხაროდ იმცხოვრებ ადამიანებს, სანატრელი გაგვიხდა უბრალოდ ტრაქტორით გადასწორება, თორე ის სტანდარტების დაცვა, რასაც რეკულტივაცია ქვია, ეს აბსურდულია და ჰაერის დაბინძურება, წყლის დაბინძურება, საკვების დაბინძურება იმხელა კატასტროფული ნიშნულებს ცდება რეალური დასკვნები რო დაიდოს, დარწმუნებული ვარ, რომ მე იმედი მაქვს, რომ ეხლა დარწმუნებული ვარ, რომ შესაბამის სტრუქტურები და დამნიშნულოვანი შეიძლება დაიდოს დასკვნა, რომ საერთოდ ცხოვრება აღარ შეიძლება მათი მოსაზრებების მოსმენაც. ბატონ მერაბთან და ბატონ ტარიელთან მინდა ჩვენი საუბრის დასკვნის ნაწილში გადავიდე და ძალიან მარტივი კითხვა დავსვა. გამოსავალი რა არის? ბატონმა ტარიელმა ისაუბრა, რომ სახელმწიფო დაინტერესდეს რეალურად რა მდგომარეობაა კომპანიაში და რა მიიყვანა აქამდე. ეს არის მხოლოდ გამოსავალი დაუშვათ კომპანიასთან მცდელობა კიდევ ერთხელ საუბრის და ამ მიმართულებით დაუშვათ ურთიერთობის რამდენად შედეგის მომტანი შეიძლება აღმოჩნდეს და თქვენ ხვალ გაქვთ ჯანდაცვის სამინისტროსთან აქცია რატომ ჯანდაცვის სამინისტრო და შესაბამისად რა ტიპის მოლოდინი გაქვთ ამ მიმართულებით იმიტომ რომ რა უნდა მიიღოს კომპანიამ როგორც ხვდები ანაზღაურების ნაწილია ერთ-ერთი მთავარი ნაწილი რადგან ჯანდაცვის სამინისტროსთან აქციას მართავთ ხო ანუ როგორც
ერთ-ერთი სტრუქტურა, რომელიც აი ამ ტიპის, როდესაც ასეთი კრიზისებია, შესაბამისი უწყებები ამ მიმართულებით მე ერთვები ამ პროცესში და ცდილობენ, რომ დამსაქმებელს და დასაქმებელს შორის გარკვეულწილად ეს შრომითი ურთიერთობების მოგვარებაზე იზრუნონ. აი ამ ნაწილ ეს არის მთავარი მიზეზი თუ რატომ და ეს სხვადასხვა ტიპის სახელმწიფო უწყებებთან აქციები რამდენად შედეგის მომტანი შეიძლება იყოს? მოგახსენებთ, რაც შეეხება ხვალინდელ აქციას ჯანდაცვის სამინისტროსთან, ვახსენეთ კიდევაც 28 დღეა უკვე ქუჩაში ვართ და ძალიან დიდ უკიდურეს გაჭირვებაზე საუბრობთ, ეს არ არის გადაჭარბებული, მართლაც უკვე 3 თვე ადამიანებს ხელფასი არ აუღიათ და შიმშილის ზღვარზე არიან ბავშვებიც მისული და ყველაფერს ვთილობთ 28 დღის განმავლობაში საუბრობთ, ადგილობრივ ხელისუფლებას მიმართეთ, არაერთხელ ვითხოვეთ შეხვედრა და ჯერჯერობით არანაირი გამოხმაურება არ მოყოლია ამ ყველაფერს და ყველანაირად ვთილობთ ყველა იმ სახელმწიფო უწყებებთან მივიდეთ, მივაწოდოთ ხმა, რომ იქნებ ვიღაცამ გულთან მიიტანოს ეს ჩვენი საუბარი და დაგვისწრენ მოლაპარაკების მაგიდასთან, რაც შეეხება კომპანიასთან შემდგომში ურთიერთობას და მცდელობას იმისას, რომ ხო, აი გამოსავალი რა შეიძლება იყოს, გარდა იმისა, რომ დაუშვათ სახელმწიფო დაინტერესდეს კომპანიის საქმიანობა. მე ვფიქრობ, რომ ამ კომპანიასთან ურთიერთობა არანაირ შედეგს არ მოგცევს და გამოსავალს არ მოგცევს. ამ თალსახად კომპანია თქვენი შეფასებით უნდა გავიდეს მართლიდან? აუცილებლად ყოველ მიზეზს გარეშე, იმიტომ რომ 2023 წელს ჩვენ როდესაც აქცია ვქონდა, ეს აქცია შეიქმნა იქიდან გამომდინარე, რომ მაშინაც კი გაჩერებული იყო დროებით რეჟიმში, როგორც ეხლა და ეს მეოთხე გაჩერება უკვე და რამდენად ლოგიკურია, ეხლა მაყურებელს ვკითხავ, რომ ხელფასის 60%-ს იხდიდეს კომპანია და ამბობდეს, რომ მე კრიზისში ვარ და უმუშევრად იხდიდეს ხელფასის 60%-ს. მე მგონია უფრო ლოგიკურია და სამართლიანი იქნება, რომ ამუშავო ადამიანები 100% არგუმენტი ქონდათ, რომ სოციალური პასუხისმგებლობა და ჩვენ ძალიან კარგად გვესმოდა, რომ ადამიანების შემოსავლის წყარო იყო ეს. გარდა უმუშევრად მიცემული ხელფასი არის აბსოლუტურად ტყუილა დაკარგული, ხო? ხო ჯობია რომ ეს პროდუქცია შეიქმნას, 100% ხელფასი გადაიხადოს და თუ პირობითად დღეს ვერ ყიდი, ხვალ გაყიდი. 2023 წლიდან ჩვენ თანამშრომლობდით კომპანიასთან, ყველანაირად ხელს უწყობდით, ჩვენ ხედვებსაც ვეუბნებოდით, იმასაც ვეუბნებოდით, ნუ რატო იყო ეს თვითღირებულება გაძვირებული, სად შეიძლება და თანხები დაზოგილიყო, გვეთანხმებოდნენ სხვათა შორის, ვერ გვეწინააღმდეგებოდნენ, რასაც ვეუბნებოდით, თუმცა არაფერს არ აკეთებდნენ ამისთვის და 2 წლის განმავლობაში მუდმივად მოგცევდნენ პირობას, მერე გვატყუებდნენ, საპირისპიროდ აკეთებდნენ ყველაფერს და რეალურად მათი ინტერესი იყო, რომ ამ მდგომარეობამდე მივსულიყავით და მათი ინტერესი იყო ეს იქიდან გამომდინარე, რომ დაცლილიყო ქალაქი, ხელისშემშლელი აღარავინ აღარ ყოლოდა და მთლიანად გაენადგურებიათ, ასე რომ ვთქვათ, ეს გადასულიყვნენ იმ ღია კარიერულ მოპოვებაზე და აუცილებლად, რა თქმა უნდა, ჩვენი საუბრის ბოლოს 9 საათია ვშელობთ და მე იმედი მაქვს, რომ ადამიანებისთვის, რომელსაც მეტნაკლებად ეს თემა აინტერესებთ, გარკვეულწილად თქვენი პოზიცია ყოველ შემთხვევაში მათთვის ცხადი და გასაგები იქნება და ჩვენი საუბრის ბოლოს ბატონ ტარიალა აუცილებლად მინდა რომ გკითხოთ გარდა იმისა, რომ გამოსავალი თქვენი მოსახედიდან რეალურად რა არის, თვითონ ეს შექმნილი სიტუაცია, ბევრი მცდელობა არის ზოგადად ასეთი სოციალური ტიპის პროტესტებს გარკვეულწილად პოლიტიკური ხასიათი მიეცეთ. აი ამ სიტუაციაში რამდენად ახერხებთ, ან ხომ არ ფიქრობთ, რომ ვიღაცა უკვე ცდილობს თქვენი პროტესტის, აბსოლუტურად გულწრფელი პროტესტის რეალურად სათავისოდ გამოყენებას და აი ამ სიტუაციაში გამოსავალი გარდა იმისა, რომ რეალურად თავად საწარმო მიფუნქციონიროს, თვითონ თქვენი სამართლიანი პროტესტი რომ სწორად იყოს გაგებული ადამიანთა დიდი ნაწილის და მათ შორის ხელისუფლების მხრიდან, რა ნაბიჯების გადადგმას გეკმავთ? პირველად ჩვენი ამოცანაა, რომ ჭიათურაში უნდა იფუნქციონიროს საწარმომ, სრული უნდობლობა ჯორჯიან მანგანეს თავის დანაშაულებებიდან გამომდინარე და ასევე უნდობლობა პროფკავშირს თავის საქმიანობიდან გამომდინარე ჯორჯიან მანგანესთან ერთად. ანუ ის გადაწყვეტილება, რაც ამ შემთხვევაში სასამართლოს ნაწილზე დაუშვათ იგივე რომ გაკოტრების სასამართლო მიიღო გადაწყვეტილება, რომ გაკოტრების რეჟიმის უფლება არ მისცეს კომპანიას და რეაბილიტაციის აუცილებლობის წინაშე დააყენოს, ეს არაფერს არ შეცვლის ამ სიტუაციაში. ჯგუფს გაკოტრებაზე მიტანის არჩეული და ეგ არ გვაინტერესებს. CMC ჯგუფი არის მისი შვილობილი და კიდევ ვერ შექმნის მასაც.
ანუ ჭიათურა უნდა გადარჩეს, ამისთვის რომ გადარჩეს ჩვენ ვიბრძვით ჭიათურის გადასარჩენად, ჩვენ გვჭირდება სამხრივ კომისიაში აუცილებლად ჩაჯდეს მაღაროველთა გარკვეული ჯგუფი. სამხრივ კომისიაში სადაც არის სახელმწიფო, კერძო კომპანია და ამ შემთხვევაში პროფკავშირები. პროფკავშირი არ უნდა ჩაჯდეს, პეტრიაშვილის პროფკავშირი და უნდა ჩაჯდეს ის მშრომელი ადამიანები, ვინც იცის ზუსტად ჭიათურაში რა ხდება, ამიტომ უცხადებთ უნდობლობას პეტრიაშვილის პროფკავშირს, ასევე ხვალ გვაქვს ჯანდაცვის სამინისტროსთან აქცია და აუცილებლად ეს მოთხოვნები დადგება ჯანდაცვის სამინისტროსთან. იმედი მაქვს, რომ აუცილებლად მოისმეს ბატონი მინისტრი და შევხვდება და გავივლით ამ საკითხებს. უკვე შაბათს დღის პირველ საათზე ჭიათურაში რიგით მესამე გრანდიოზული დიდი აქცია გვექნება. ჩვენ ყველა მოვიცავით საქართველოს მასშტაბში ძალიან დიდი მრავალრიცხოვანი აქცია და პატარა აქცია გქონდა. ჩვენ ვიწყებთ ახალ დღის წესრიგს შაბათი დღიდან. ამიტომ ყველას ვეპატიჟებით შაბათ ჭიათურაში მერიის შენობის წინ გვაქვს ძალიან დიდი გრანდიოზული აქცია და დაუჭირეთ მხარი ჭიათურის გადასარჩენად, რომელიც არის სრულიად საქართველოსთვის საკეთილდღეო ის მოთხოვნები, რაც ჩვენ გვაქვს და ვერ ჩავშალეთ ახლა ამ გადაცემაში, არ მოიცავს მარტო ჭიათურას და მოიცავს სრულიად საქართველოს და საქართველოს პირველი არხის ყველა გადაცემა და ყველა პლატფორმა მზად არის, რომ ამ საკითხებზე კლავაც აქტიურად გესაუბროთ, ისევე როგორც მოამბე, როგორც აქამდე აშუქებდა, ასევე აქტიურად გააგრძელებს თქვენი პროტესტის გაშუქებას. ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის, წარმატებებს გისურვებთ. მე მესმის, რომ თემა ძალიან პრობლემური, აქტუალური და ნახევარი საათი თუნდაც არ იყო საკმარისი შესაძლოა ამ თემის კიდევ უფრო გასაშლელად, თუმცა ეს არ არის ჩვენ პირველი შეხვედრა და ბოლო, შესაბამისად სიამოვნებით გიმასპინძლებთ სხვა დროსაც. ძალიან დიდი მადლობა დღევანდელ გადაცემაში სტუმრობისთვის. მადლობა თქვენს. საინვესტიციო ჰაბი ევროპისა და აზიის გზაგასაყარზე. ასე უწოდებს საქართველოს საერთაშორისო სააგენტო როიტერსი ქვეყნის საინვესტიციო და ბიზნეს გარემოს მიმოხილვაში. ნათქვამია, რომ საქართველო ღია ბიზნესებისთვის და ეკონომიკური სტაბილურობა ინვესტორებს ოპტიმისტურად განაწყობს. ამ ფონზე გამოწვევებია უცხოური კაპიტალის მოზიდვასთან დაკავშირებით, რაც მსოფლიოში არსებული დიდი კონკურენციის პირობებში ყოველთვის არსებობს. რა შესაძლებლობა და რა გარემო აქვს ქვეყანას, რას ვთავაზობთ ინვესტორებს და რა სტრატეგია აქვს სახელმწიფოს სტუმართან, სააგენტო საწარმოო საქართველოში დირექტორთან მიხეილ ხიდურელთან ერთად ვისაუბრებთ. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. ძალიან კარგ თემაზე ვსაუბრობთ, კარგ თემაზე იმ გაგებით, რომ მე და თქვენ ბევრჯერ გვისაუბრია სხვადასხვა მიმართულებებზე აწარმოე საქართველოსი, თუმცა საინვესტიციო ნაწილი ერთ-ერთი ალბათ ყველაზე ხელშესახები უნდა იყოს სახელმწიფოს მიერ დახარჯული ფულის შესაბამისად, რამდენად რეალურად აქვს შედეგი. იმის მე ცალკე შევეხები საინვესტიციების ნაწილს, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ როიტერსმა საკმაოდ კარგი მასალა გამოაქვეყნა საქართველოს საინვესტიციო პოტენციალს და ერთ-ერთი მთავარი ნაწილი გეთმობოდა სწორედ თქვენ. ამიტომ ჩვენი საუბარი მინდა დავიწყოთ ამით. რას პოტენციალი აქვს საქართველოს დღეს და როდესაც თქვენ საერთაშორისო მსხვილ მცირე თუ საშუალო ინვესტორებს ხვდებით და ცდილობთ დაარწმუნოთ, რომ საქართველოში რეალურად ღირს ფინანსების და ფულის ჩადება, რა არის მთავარი, რა სათქმელი თქვენი, რასაც ეუბნებით და მე აუცილებლად ვისაუბროთ ბუნებრივია იმ გამოწვევებზე, რომელიც რეალურად ამ მიმართულებით არსებობს. დიდი მადლობა მოწვევისთვის და მიხარია თქვენ ახალ შენობაში პირველად მოვედი, წარმატებები და გისურვოთ, რაც შეეხება ინვესტიციებს, პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ სოფლიოში ზოგადად ინვესტიციების მოზიდვა არა მარტო საქართველოში, სოფლიო მასშტაბით არის გართულებული ზოგადად, იმიტომ რომ ქვეყნები ცდილობენ გეოპოლიტიკური სიტუაციის გამომდინარე სოფლიოში, რომ ნაკლებად გაიღონ რისკები, იმიტომ რომ ინვესტიცია უცხო ქვეყანაში ძალიან ბევრ რისკს მოიცავს ნებისმიერ შემთხვევაში, იმიტომ რომ უცხო გარემოში შედიხარ. ამიტომ პირველ რიგში ალბათ რაც ჩვენ გაგვასხოვებს არის პრაგმატულობა და ჩვენ ვიცით როგორი ტიპის ინვესტორებს ვემუშაოთ. ანუ ჩვენ ვიცით ზუსტად რა სტრატეგია გვაქვს. ამ სტრატეგიის მიხედვით ვიცით რა არის ქვეყნის ძლიერი მხარეები, რა არის შედარებით სუსტი მხარეები და ვცდილობთ არ დავხარჯოთ დრო ისეთ სექტორებზე, რომელზედაც მაგალითად წლები უნდა იმუშაო და შეიძლება შედეგი მაინც ვერ დადო. ჩვენ ვიცით სექტორები პირველ რიგში, შემიძლია ჩამოვთვალო, ერთ-ერთი რა თქმა უნდა ეს არის ლოჯისტიკა, რომელმაც წელს კიდევ უფრო მეტი მნიშვნელობა შეიძინა, იმიტომ რომ თქვენ იცით რომ რუსეთის აგრესიის შემდეგ, უკრაინის ომის შემდეგ ძალიან გართულდა ჩრდილოეთ კორიდორის ლოჯისტიკური მიმართულება, რაც იმას ნიშნავს, რომ ბუნებრივად გაჩნდა და დაიტვირთა ჩვენი მიმართულება ლოჯისტიკური, რაც ისტორიულად ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო, ამიტომ გაიზარდა ტვირთები. ავტომატურად ეს ნიშნავს, რომ ქვეყანას სჭირდება მეტი საწყობი, ქვეყანას სჭირდება მეტი ლოჯისტიკური სერვისები. ამან ბუნებრივად გააჩინა მოთხოვნა უცხოელ ინვესტორებზე და სწორედ ამიტომ ჩვენი ყველა პროგრამა და ჩვენი ყველა დახმარების მექანიზმი მიმართულია სწორედ ლოჯისტიკის მიმართულებით და ამდენიმე მსხვილ კომპანიას ვემუშაობთ ძალიან დიდ პროექტებზე. ეს ერთი. მეორე, ეს არის უძრავი ქონება, რაც მე მგონი ლოგიკურია და ამას
თედმეტი ანალიზი არ ჭირდება, რაც ბუნებრივად იწევს უძრავი ქონების ინვესტიციების და ავტომატურად შემდეგ და როგორც ასევე წარმოების და ლოჯისტიკური სივრცეების და ავტომატურად იწევს ენერგეტიკაზე მოთხოვნის გაზრდას. შესაბამისად, აქაც ჯაჭვური რეაქციით მივდივართ უკვე ენერგეტიკულ მიმართულებაზე. ლაპარაკია არა მარტო ჰიდროელექტროსადგურებზე, არამედ ლაპარაკია ელექტროსადგურებზე. ჩვენ პროგრამაში დავამატეთ ელექტრომზის პანელების სადგურები, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფაქტიურად 1/13 დადგმული სიმძლავრისა, რომელმაც 0.5 მეგამეტრებიანი ნეტო აღრიცხვით, ეს ეგრეთ წოდებული ნეტო აღრიცხვის ინვესტიცია განხორციელდა უკვე სწორედ სააგენტოს პროგრამის მეშვეობით მოხდა. და ბოლოს, რა თქმა უნდა, ეს არის სერვისები, სადაც შედის ბიზნეს პროცესების აუთსორსინგი და IT მიმართულება. აქ დაახლოებით 30,000 ადამიანი არის უკვე დასაქმებული, ძალიან მაღალი საშუალო ხელფასით და სწორედ ეს მიმართვა, რასაც იწვევს ის, რომ ჩვენ გვყავს ძალიან ბევრი ახალგაზრდა მოსახლეობა, რომელიც საუბრობს უცხო ენებზე და ასევე გვყავს ძალიან ბევრი IT სპეციალისტი და დღეს ეს ერთ-ერთი ყველაზე ერთია ჩვენ რას ვთავაზობთ, მეორეა მათგან რისი ინტერესია საქართველოსთან მიმართებაში და რამდენად ხედავენ ისინი ყველა იმ მიმართულებით, რომელიც ახლა თქვენ ჩამოთვალეთ, ჩვენს რეალურ პოტენციალს. ლოჯისტიკის ნაწილი აბსოლუტურად გასაგებია და ჩვენ გვაქვს ამბიცია და ბიზნეს პარტნიორებს ძალიან ბევრი გადაცემა დაუთმეთ და ბევრჯერ ვისაუბრეთ და მომავალშიც ბევრჯერ ვისაუბრებთ. ის რომ ჩვენ შუა დერეფნის ფაქტორი თელი თავისი ყველა ატრიბუტიკით, ეს იქნება კაბელი თუ დავუშვათ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი თუ თვითონ დერეფანი სატრანზიტო, ანუ ამ ყველაფრის გამოყენება რეალურად ჩვენ როგორც ამ კონკრეტულ მოცემულობაში ძალიან კარგად შეგვიძლია. ეს გასაგებია, მაგრამ რამდენად თავად ხედავენ დავუშვათ ის ინვესტორები, ვისაც თქვენ ემუშავებით, რომ საქართველოს რეალურად აქვს ეს პოტენციალი, იმიტომ რომ ამ ნაწილში შემოდის მეტი რეალურად ეს დერეფანი მაინც ძვირია მიუხედავად იმისა, რომ რეალურად ალტერნატივაა ჩრდილოეთ დერეფნის და ომის დასრულების შემდგომ შესაძლოა დავუშვათ იქ მეტნაკლებად შესაძლოა არა მოკლევადიან პერსპექტივაში, მაგრამ გრძელვადიანად აღდგეს დავუშვათ იგივე ჩრდილოეთ დერეფნის პერსპექტივა. ანუ რეალურად ხედავენ ისინი, რომ საქართველოში აქვს საქართველოს ამ მიმართულებით რეალური შესაძლებლობა? ანუ აქ შემოდის უფრო ალბათ, რა თქმა უნდა, ეკონომიკური სტაბილურობის ნაწილიც, რასაც განაპირობებს სტაბილური ეკონომიკური ზრდა, განაპირობებს ალბათ ვალუტის მეტნაკლები სტაბილურობა. რა თქმა უნდა, ჩვენ სოფლიოს ნაწილი ვართ და ყველანაირი კრიზისი ჩვენზეც, რა თქმა უნდა, აისახება, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ შედარებით ცხულ ქვეყნებთან შედარებით პატარა ეკონომიკა ვართ, ნაკლებად აისახება ხოლმე, ამიტომ ამას შეიძლება ვთქვათ, რომ რაღაც დადებითი პლუსიც აქვს. შესაბამისად, ეს არის პასუხი იმაზე, ხედავენ თუ არა ისინი პოტენციალს, რა თქმა უნდა, ვიღაც ყოველთვის იქნება, რომელიც, ანუ ესე ვეძახით, ხო, შესაძლებლობების მიმდევარი ინვესტორები არსებობენ და მათ სწრაფად შეუძლიათ ლავირება, თუმცა უმეტესობა ინვესტიციები, როდესაც ხორციელდება, ცვლილება ინვესტიციაზე ზოგადად კარგი და ბიზნესისთვის ყოველთვის კარგი არ არის. ხო, ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება რაღაცა კორიდორები აღდგეს, თუ კარგად გაწერილი, კარგად ათვისებული და კარგი ინფრასტრუქტურული ინვესტირებით მომხდარი ქსელი აიგება, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მე მგონია ძალიან ბევრი ინვესტორი დარჩება. ხო, მაგალითად, ჩვენ ვიცით, რომ როდესაც იყო, თქვა, დიდი მიგრაცია IT კომპანიების, ბევრი მიზეზის გამო და ალბათ თავარი მიზეზი იყო სახელმწიფოს პოლიტიკა სწორი, სადაც გადასახადები შეამცირა, ეს კომპანიები დღეს დარჩნენ და ეს კომპანიები დღეს ფართოვდებიან. ამიტომ ძალიან ხშირად გვავიწყდება ინვესტიციების მოზიდვის დროს ტერმინი არსებულ ინვესტორებთან მუშაობა. და ძალიან ბევრჯერ გამიგიონია ეთერებში, რომ რეინვესტირება რატომღაც არ არის აღქმული ინვესტირებად, არა და რეალურად ესე არ არის, რეინვესტირება ეს ჩვეულებრივი უცხოური ინვესტიციაა, რომელიც პირიქით ქვეყანას ენდობა ინვესტორი და თავიდან დებს ფულს, ამიტომ თქვენ კითხვაზე ძალიან ბევრი უნდა ვემუშაოთ ქვეყანაში არსებულ ინვესტორებს. ამიტომ ჩვენ ვემუშაობთ არსებულ ინვესტორებს და ვეკითხებით ორ რამეს. ერთი, რა გამოწვევები გაქვს, შეგვიძლია თუ არა სახელმწიფო ხელი შეგიწყოთ ამ გამოწვევებში და მეორე, ხო არ ფიქრობ ახალ ინვესტიციას, მათ შორის შენ პროფილში ან არაპროფილურ ინვესტიციას. და პასუხი როგორია? რა არის მთავარი გამოწვევა? მთავარი გამოწვევა ალბათ არის მუშახელი, დღეს ესეც უნდა ითქვას. მუშახელის პრობლემა უდგას, მე მგონი თითქმის ყველა სექტორს. აქ ლაპარაკია ნებისმიერ სექტორზე, მათ შორის შეიძლება იყოს ეს უძრავი ქონება, მათ შორის შეიძლება იყოს წარმოება, მათ შორის შეიძლება იყოს ეს ლოჯისტიკაც. ლოჯისტიკის მიმართულებით ფაქტობრივად ქვეყანაში რაღაცა ძალიან სხვილი და გამოცდილი ლოჯისტიკური კომპანია, რომელიც ოპერირებას ახდენს უმსხვილესი ლოჯისტიკური საწყობების, მაგალითად, ესეთი არ ყავს. ამიტომ ჩვენ ინვესტიციებთან ერთად ასე უნდა ვფიქრობდეთ იმაზე, რომ ქვეყანაში გაჩნდნენ ბრენდები, რომლებსაც შემოაქვს ცოდნა, ხო, როგორიც არის მაგალითად Eagle Hills-ი, რომელიც სოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი დეველოპერია და მისი
შემოსვლა ქვეყანაში არ არის მარტო ფულის შემოტანა, მან იცის როგორ აწარმოოს ბიზნესი, როგორ რა ფასები უნდა დაადოს, როგორ სეგმენტზე იმუშაოს და თან მათ უკვე ნაკვლევი აქვს საქართველოს, იმიტომ რომ იცით რომ ჩვენ 2 წელი მოლაპარაკებები ქონდა, ამიტომ უბრალოდ ინვესტიცია და თანხა ეს არ არის მნიშვნელოვანი, მნიშვნელოვანია ვინ დგას ამ თანხის უკან. რეალურად თუნდაც ჰილსის შემოსვლა გარკვეულწილად ამ სეგმენტში, დეველოპმენტის სეგმენტში რას შეცვლის და რამდენად ფიქრობთ, რომ ასეთი ტიპის კომპანიას მოყვება დაუშვათ კიდე სხვა ასეთი ტიპის კომპანიები, ანუ მსხვილ კომპანიებზე მაქვს საუბარი, იმიტომ რომ 2 წელი დაგჭირდათ ამ კონკრეტულ კომპანიასთან სამუშაოდ და დაუშვათ შეიძლება რომ ეს პროცესი ცოტა დაჩქარდეს და დაუშვათ კიდე უფრო მსხვილი და მსხვილი ამ პროცესი არის ძალიან დაჩქარებული, კომპანიას აქვს ძალიან სწრაფი ტემპი აღებული და ჩვენს მაქსიმალურად ვცდილობთ რომ ამ ტემპს პირიქით ხელი შევუწყოთ. საუბარია უკვე იმაზე რომ შეიძლება დაახლოებით 1 წლის მერე მშენებლობის ეტაპზე გადავიდეს პროექტი და თქვენ გესმით ახლა რომ 6 მილიარდიანი ინვესტიცია არის ძალიან რთული და ძალიან კომპლექსური და ეს ერთ დღეში არ ხდება, თუმცა ფუნდამენტი ამის უკვე ჩაყრილი არის და უკვე დაგეგმვის ეტაპზე ვართ. თქვენ კითხვაზე რა შეცვლის, ალბათ ყველაფერს შეცვლის პოზიტივისკენ, იმიტომ რომ ეს არის კომპანია, რომელმაც შექმნა ურბანულად დუბაი და ეს კომპანია არ ქმნის უბრალოდ რაღაცა ტიპის უძრავ ქონებას და კომერციულ სივრცეებს, ეს კომპანია, ამ კომპანიამ იცის როგორ შექმნას ქალაქში ახალი უბნები. და ეს მე მგონი დუბაის მაგალითზე ვინც დამყოფი არის დუბაიში, კარგად გვინახავს. ხო, რა თქმა უნდა. მაგრამ უძრავი ქონების სეგმენტი საქართველოში მეტნაკლებად ყოველ შემთხვევაში შესაძლოა ქაოსურად, მაგრამ მაინც განვითარებულია. და რეალურად კიდევ უფრო მეტი პოტენციალი აქვს ამ სეგმენტს განვითარებისთვის, როდესაც სახელმწიფო ამ შემთხვევაში აწარმოებს საქართველოს ამ ნაწილით ინტერესდება და ამ მიმართულებაზე მუშაობს, თუნდაც ინვესტორებთან? რა თქმა უნდა, თქვენ თუ როდესაც ხედავენ სხვა ინვესტორები ამ ტიპის ინვესტიციის შემოსვლას, ჩვენ უკვე გვაქვს მოლაპარაკები სხვადასხვა კომპანიებთან, არა მარტო ემირატებიდან, სხვადასხვა ქვეყნებიდან, რადგან ამ კომპანიის შემოსვლა გაცხადდა, მათმა მფლობელმა თქვენ ნახავდით, ხო განცხადა, რომ ჩვენთან ერთად განაცხადა, რომ აპირებს უკვე ინვესტიციას და ყველაფერი გამზადებულია, ამან და გამოიწვია ძალიან დიდი ინტერესი სხვა ქვეყნების. და ამიტომ ესეთი ყოველ ჯერზე ესეთი ინვესტიცია ჩვენ გვაძლევს ერთგვარ გამადიდებელ ეფექტს, ხო? კიდევ უფრო მეტი მულტიპლიკატორის ეფექტი ჩემოა საქართველოში. რაც შეეხება სწორედ ეგ არის უძრავი ქონების ნაწილში, ჩვენ Eagle Hills-ი ქვეყანას აჩვენებს ახალ სტანდარტს დეველოპერული მიმართულებით. და შემდეგ ეს გარშემომყოფებს, უბიძგებს, რომ პირველმა მაგალითად ამ კომპანიასთან დაკავშირებით არის მაინც კითხვა, რომ რამდენად რეალ ეს ხო არ არის უბრალოდ შესაძლოა გაცხადდა ფურცელზე, მათ შორის მემორანდუმი გასაგებია ასე შემდგომ, მაგრამ რეალურად რამდენად ნამდვილად შემოვა. ამ მიმართულებით არის კითხვები და დაუშვათ ამ კითხვებზე პასუხისმგებლობა შეგვიძლია, რომ ეს არის ნამდვილად რეალური შემოსვლა კომპანიის ქართულ ბაზარზე. მე მესმის ჩვენი მოქალაქეების 6 მილიარდიანი ინვესტიცია ესეთი ინფორმაცია არის, რა თქმა უნდა. ხო, იმიტომ რომ ჩვენ არ გქონია აღსანიშნავი და კი, რა თქმა უნდა. ჩვენ ისტორიაში არ ყოფილა, სააგენტოს ისტორიაში არ ყოფილა ამ ხელა ინვესტიცია. ეს რა თქმა უნდა რეალური ინვესტიცია არის. ჩვენ უკვე ვეძებთ კომპანიისთვის შოურუმს ქალაქის ცენტრში და ალბათ წელსვე უკვე გაიხსნება ძალიან დიდი შტამბეშტავი შოურუმი კომპანიის და დაიწყება უკვე უძრავი ქონების გაყიდვა. შეიძლება წლის ბოლოსაც უკვე დაიწყოს კომპანიამ გაყიდვა. ყოველ შემთხვევაში მაშინ ძალიან ეჩქარებათ. ამიტომ მე კიდევ ერთხელ გეუბნებით მესმის, იმიტომ რომ ესეთი მეგა პროექტები ყველა ქვეყანაში იწვევს ხოლმე განსხვავებულ აზრებს. ამიტომ ჩვენ ზუსტად ჩვენი მიზანი არის აქ რომ შეხედვართ რომ ინფორმაცია მივაწოდოთ მოსახლეობას, მაქსიმალურად დეტალურად აუხსნათ, რისი საშუალებაც არის ამ ეტაპზე, იმიტომ რომ კომპანიას თავისი ინტერესებიც აქვს და რა თქმა უნდა, ყველაფერი შეიძლება ვერ ვთქვა, თუმცა ეს ინვესტიცია არის ნამდვილად რეალური. ხო, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ეს კომპანია არის ბურჯ ხალიფას მშენებელი კომპანია, რეალურად მხოლოდ ეს სახელით საკმარისია და არა მარტო სხვათა შორის. ინტერესისთვის გარდა იმისა, რომ დაუშვათ ლატვია, ძალიან ბევრ სხვა ქვეყნებში არის სერბეთი, ალბანეთი და თუმცა რეალურად როდესაც ვნახავთ კონკრეტულად კომპანიის გეგმებს, ბუნებრივია მას აუცილებლად მივადევ თვალს და გავაშუქებთ აქტიურად. რაც შეეხება სხვა მიმართულებებს, სხვა რომელ ინვესტორებს ვემუშავებით, რომლის თქმაც რა თქმა უნდა შეიძლება, იმიტომ რომ მე ძალიან კარგად მესმის, რომ მოლაპარაკების პროცესში საჯარო განცხადებები ამ ნაწილს შესაძლოა იყოს დამაზიანებელი. თუმცა რა მიმართულებებზე ვემუშავებით მაშინ და ამ ინვესტორებს შორის არიან არაბი ინვესტორები, ანუ რეგიონი რომ ხრაც რომელი რეგიონებიდან ემუშავებით ინვესტორებს, რომ დავუშვათ მეტნაკლები ინფორმაცია და წარმოდგენა გქონდეს. კი ბატონო, გეტყვით, ჩვენ გვაქვს სტრატეგია. წინა სტრატეგია დავასრულეთ და სხვათა შორის თქვენ ბიზნეს პარტნიორის ეთერში გქონდა მაგ დროს გეგმებზეც საუბარი და მე შესრულებაზეც საუბარი, ახლა გვაქვს ახალი გეგმები დასახული და ახლობით ხო, აწარმოებთ აბსოლუტურად სხვა ეტაპზე გადავიდა აი ამ თავისი საინვესტიციო ნაწილის დიახ, და ახლა უკვე მეორე სტრატეგია გვაქვს, სადაც 6 მილიარდი არის თანხაში, თუმცა შეგვიძლია ვთქვათ, რომ Eagle Hills-ის პროექტიც
ეს ყველაფერი შესრულდება. დანარჩენები, რა თქმა უნდა, ამ მასშტაბის პროექტი სხვა არ არის. როგორც გითხარით, ლოჯისტიკურ პროექტებზე ვემუშაობთ რა სხვადასხვა კომპანიებს, მათ შორის ჩვენი რეგიონიდან, ვემუშაობთ ბიზნეს პროცესების აუთსორსინგში კომპანიებს, თუმცა იქაც უნდა ვთქვათ, რომ ლიმიტირებული კომპანიები დარჩნენ, ვინც არ არიან საქართველოში, იმიტომ რომ ტოპ 5 კომპანია და ტოპ 3 საქართველოშია. მაგალითად, ეს არის ტელეპერფორმენსი, მეჯორელი, თუმცა მე ტელეპერფორმენსა იყიდა მეჯორელი, თუმცა ამ შემთხვევაში ჩვენ უკვე ტელეპერფორმენსით შემოყვანილი ყავდა. არის კონცენტრიქსი, რომელიც არის ამერიკული კომპანია, სადაც 500-მდე ადამიანს ასაქმებს. ამიტომ დივერსიფიცირება რეგიონების მიხედვით არის თქვენ იცით, რომ ჩვენ რეგიონულად არ უყურებთ ინვესტიციებს, ჩვენ არ გვაქვს მაგალითად სტრატეგია, რომ აი მაგალითად მოვიჟიდოთ მხოლოდ და მხოლოდ ემირატიდან ინვესტიციები. ჩვენ უყურებთ სექტორულად, ხო? ნათქვამი გვაქვს სექტორები და იმ სექტორებში მუშაობთ ნებისმიერი ქვეყნის მთავარი კონკურენცია ამ ნაწილში დაუშვათ რეგიონში ჩვენი როლის გათვალისწინებით ვისთან გიწევთ რომ დაუშვათ ასეთი მსხვილი სექტორები მოიძინოთ? ძალიან კარგი კითხვა. ამ კონკრეტულ მიმართულებით რაც შეეხება IT-ს და ბიზნეს პროცესების აუთსორსინგს, ცალსახად არის რუმინეთი ჩვენი კონკურენტი და ცალსახად არის სერბეთი კონკურენტი და სერბეთი არის კონკურენტი თითქმის ყველა მიმართულებით, იმიტომ და სერბეთს გააჩნია ბევრი უპირატესობა მათ შორის, ხო? ეს რომ დიდი ტერიტორია, ის რომ ევროპასთან გეოგრაფიულად ფაქტობრივად ნაკლებად შუაგულშია ჩვენ ტოპ პროვინცია. ხო, მომიჯნავე ქვეყანა, არის ძალიან დიდი ბაზარი თითო, ანუ ყოფილი, მეტნაკლებად ინდუსტრიული ქვეყანა და შეძლეს ამ ინდუსტრიის შენარჩუნება, თუმცა თქვენ იცით ჩვენი უპირატესობები, რაც ასევე მნიშვნელოვანია. რა არის ჩვენი უპირატესობები? ერთი არის ჩვენ ვართ დამაკავშირებელი. ვაჭარებთ დაუშვათ ჩვენს ერთ-ერთი რაც ჩვენ განგვასხოვებს სხვა სააგენტოებისგან სოფლიოში არის რომ არასოდეს არ ვაჭარებთ და ვეუნებით რეალობას, იმიტომ რომ 1-2-3 თვის მერე ის თვითონ ნახავს რეალობას და მოგვიბრუნდება და გვეტყვის რატომ მომატყუო, ეს არ მუშაობს. თავარი კითხვები, რაც ახლა მათ აქვთ, მაგალითად პოლიტიკური პროცესები, რეალურად სიტუაციები, ამ მიმართულებით გისვავენ კითხვას დაუშვათ, ეს ახდენს გავლენას და რაიმე ტიპის უარყოფითი გავლენა იქონია თუ არა ამ ყველაფერმა? რა თქმა უნდა, ეს ახდენს გავლენას და რა თქმა უნდა გვიწევს ამ ინვესტორებთან ფაქტურად ხანდახან ძალიან ინტენსიური საუბარი და ახსნა სიტუაციის და მაქსიმალურად დახმარება მათ ნაწილში და სწორედ დღეს რაზეც საუბრობდით ხო Reuters-ის ნაწილი, ესეც ასევე მნიშვნელოვანია საინფორმაციო კამპანიის ნაწილში. თუმცა, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ გეუბნებით, თავის მხრივ ასევე ინვესტორი ხედავს ეკონომიკურ ნაწილში ეკონომიკურ ზრდას, ამ შემთხვევაში ხედავს ის პოზიტიურ სურათს, ამ შემთხვევაში ხედავს რომ მის ბიზნეს საქმიანობას რიგ შემთხვევებში, რა თქმა უნდა, შეიძლება იყოს პერიოდები დეკემბერი, იანვარი, რომელიც ისედაც რთულია და ამ შემთხვევაში კიდევ უფრო გართულდა, თუმცა მეტნაკლებად ხედავს მაინც სტაბილურობას, თუმცა თქვენ კითხვაზე სვავს თუ არა კითხვებს, რა თქმა უნდა, სვავს და რა თქმა უნდა, ეს ინვესტორს აწუხებს. კი ბატონო, და არ შემილია რომ არ კითხოთ რეალურად ქართულ ბაზარზე აწარმოო საქმიანობასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ეს ერთ-ერთი ალბათ ყველაზე ისეთი ნაწილია, რომელთა რაღაც პერიოდის განმავლობაში აწარმოო იყო ძალიან ბევრი მცირე კომპანიისთვის ერთგვარი მთავარი დამხმარე. დღეს განსხვავებული დაუშვათ შესაძლებლობები გაჩნდა, განსხვავებული გეგმები გაქვთ და შემდგომ, თუმცა წლების განმავლობაში განსაკუთრებით საწყის ეტაპზე მცირე სასტუმროებისთვის, სასტუმროების და შემდგომ იყო ძალიან კარგი პარტნიორი პირდაპირ გაგებით. ვიღაცა შეიძლება დარჩა ნაწყენი, რომ დაუშვათ ამ თქვენს დაფინანსების სქემებში ვერ ჩაჯდა და შემდგომ ეს ნაწილებიც რეალურია, მაგრამ დღეს რა სურათი გვაქვს და ადგილობრივ მეწარმეებთან რა ტიპის ურთიერთობა, რა ტიპის საქმიანობა გაკავშირებთ და ის პროექტები, რომელიც დაუშვათ დაწყებული იყო, მათ რეალურ კონტროლს თუ ახორციელებთ, ანუ მონიტორინგს იმისას, რომ რაც დაიწყეთ, რაშიც ფული ჩაიდო სახელმწიფოს მხრიდან, რამდენად შედეგიანი აღმოჩნდა, რამდენად გაამართლა იმ კონკრეტულმა ბიზნესმენმა, ამის კონტროლს თუ აკეთებთ. რა თქმა უნდა, ჩვენ დიდ პროგრამებზე გეტყვით, რომ 3%-ზე ნაკლები ჩავარდნის და გაკოტრების მონაცემი გვაქვს, რაც ნიშნავს იმას, რომ მხოლოდ 3%-ზე ნაკლები კომპანიები არიან, ვინც ვერ შეასრულეს ვალდებულებები და გაუჭირდათ ფინანსურად, ეს არის ძალიან დაბალი, მათ შორის ბანკზე ბევრად უფრო დაბალი default rates, როგორც ეძახიან. მუშაობის პროცესში ემუშავებოდით მათ, დაუშვათ პერიოდულად ამოწმებდით ურთიერთობა გაწერილი, ძალიან რთული არის, ახლა ლაპარაკი არის 800-მდე კომპანიაზე, ჩვენ გვაქვს გაწერილი პერიოდები, როდესაც კომპანიამ უნდა წარადგინოს თავისი აუდიტის დასკვნა და ასე შემდეგ. რაც შეეხება რას ვაკეთებთ კომპანიებისთვის, ჩვენ დავიწყეთ საკონსულტაციო ცენტრები რეგიონებში, საკონსულტაციო ცენტრში შეუძლია მეწარმეს მივიდეს, როგორც ექიმთან მიდის, დიაგნოსტიკას გაატარებს კონსულტანტი, ერთად კონსულტანტთან ერთად შეჯერდებიან რა უჭირს ყველაზე მეტად მეწარმეს, ეს ეხება ყველა დარგს და შემდეგ უკვე ჩვენი სააგენტო ყველა მიმართულებით ეხმარება მეწარმეს. ეს არის გრანტები მარკეტინგის მიმართულებით, ბიზნეს გეგმის მიმართულებით,
ციფრული ტრანსფორმაციის მიმართულებით და შემდეგ, როდესაც ის მოემზადება იმისთვის, რომ ბანკში წავიდეს და აიღოს სესხი, დავამატეთ ახალი პროგრამა, ეს არის მიკროსესხების პროგრამა, ჩვენ აღარ გვაქვს გრანტების პროგრამა, ჩვენ დავიწყეთ მიკროსესხების პროგრამა, სადაც უფინანსებთ მთლიანად პროცენტს და მთლიანად თავდებში უდგება სახელმწიფო. ამიტომ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ერთგვარი რაღაც ძიძის როლი მოვირგეთ და ეს აპრობირებული მეთოდი არის მაგალითად დიდ ბრიტანეთში, სადაც კომპანიას პირველი გაცნობის დღიდან ვეხმარებით იმაში, რომ ის მოემზადოს, გახდეს ბანკისთვის საინტერესო და შემდეგ, როდესაც უკვე ის იწყებს ოპერირებას, ჩვენ არ ვანებებთ თავს, ვაგზავნებთ მასთან თანამშრომლობას და მივყვებით ბოლომდე. ეს არის ის სიახლე, რაც შეგვიძლია გითხრათ აწარმოეზე და რა თქმა უნდა, იცით კაპიტალურ ბაზრებში შევედით, ჩვენ უკვე მარტო ბანკებთან ამუშავებთ. საინტერესო რა ეტაპზეა დავუშვათ კაპიტალურ. ნუ ძალიან ბევრმა კომპანიამ უკვე ფასიანი ქაღალდები გამოუშვა ამ პროგრამის ფარგლებში, 10-ზე მეტი და საკმაოდ სხვილი ემისიები იყო. ძალიან მალე ჩვენ ფაქტობრივად ორ კვირაში უკვე გვექნება შეხვედრა ფონდის შესახებ, ანუ სააგენტო შექმნის ფონდს, სადაც ის იქნება ლიმიტირებული პარტნიორი და დანარჩენი თანხის მოზიდვა, რა თქმა უნდა, მოხდება უკვე სხვადასხვა ორგანიზაციებიდან. ეს იქნება კიდევ ახალი დიდი ნაბიჯი, ეს იქნება მცირე და საშუალო. ვინ იქნებიან ამ ფონდში საინტერესო ინფორმაცია? საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები, მათ შორის შეიძლება იყოს კერძო ინვესტორები, როგორც ქართველი, ასევე უცხოური, თუმცა რა თქმა უნდა, სააგენტოს არ ექნება გადაწყვეტილების მიღების როლი ფონდში, ჩვენ ვიქნებით ლიმიტირებული პარტნიორი. როდისთვის ველოდოთ ამ ფონდის აი 17 აპრილს უკვე ჩვენ გვექნება შეხვედრა პოტენციურ პარტნიორებთან და გაგაცნობთ ამ ინფორმაციას და ეს იქნება მცირე და საშუალო ბიზნესის ფონდი, მცირე და საშუალო ფონდი, რომელიც დაეხმარება მცირე და საშუალო ბიზნესებს, წარმატებულ მცირე და საშუალო ბიზნესებს, რომ მათ ჰქონდეთ ალტერნატივა ბანკის, იმიტომ რომ ყველა განვითარებულ ქვეყანაში, სადაც ეკონომიკა განვითარდა, ბანკებისთან ერთად შეიქმნა კაპიტალური ბაზარი. კი ბატონო, და ჩვენი საუბრის ბოლოს იმის გათვალისწინებით, რომ ინვესტიციები 2024 წელს იყო შემცირებული, აწარმოეს საქართველოს დირექტორის გამოსახედიდან, როგორი მოლოდინი უნდა გქონდეთ საზოგადოებას 2025 წელს დავუშვათ, რამდენად რეალურად შეგვიძლია, რომ ამ ნაწილში უკეთესი მაჩვენებლები დავდოთ. გასაგებია, რომ ამ მაჩვენებლებს თავისი ახსნები აქვს და ამ თემებზე ბიზნეს პარტნიორი აქტიურად საუბრობდა და ისაუბრებს მომავალში, თუმცა თქვენი შეფასებით რა არის მთავარი განმაპირობებელი დავუშვათ ამ მაჩვენებლების და რა უნდა გაკეთდეს, რომ 2025 წელი რეალურად სხვა სურათი გქონდეს. გასაგებია, რომ დავუშვათ იგივე არაბული ძალიან მსხვილი ინვესტიცია რეალურად შეცვლის მომდევნო წლებში ამ მიმართულებით სურათს, თუმცა ამის მიღმა რა ნაბიჯები ამ მიმართულებით გადასახადებს? კი ბატონო, გეტყვით, შევეცდები გიპასუხოთ ჩემი კომპეტენციის ფარგლებში და თან დავურთო ის ინფორმაცია, რომ ზოგადად სოფლიოს ყველაზე წარმატებული საინვესტიციო სააგენტოები არიან რეალურად მხოლოდ 15% წლიური პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე, ესე ვთქვათ, მაქსიმალურად წარმატებულად რო იმუშაობ, მხოლოდ იმიტომ რომ ქვეყნის პირდაპირ უცხოურ ინვესტიციები ძალიან ბევრ დარგს მოიცავს და შესაბამისად სააგენტო ამას მთლიანად ამაზე პასუხისმგებლობას ვერ იღებს. თუმცა 7 წელია მე ამ სააგენტოში მუშაობ და შემიძლია გითხრათ, რომ იყო რეკორდული წლები და იყო შესაბამისად ნაკლებად წარმატებული წლები. ამიტომ ჩვენ თუ მართლა პერსპექტივაში შევხედოთ, როგორც თქვენ თქვით, როდესაც ეს მსხვილი ინვესტიცია განხორციელებას დაიწყებს, ხო ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია ახალი რეკორდები, ახალი რეკორდული მაჩვენებლები მივიღოთ რამდენიმე წელზე. ამიტომ ინვესტიციებს ახასიათებს ეს ინვესტიცია არის ძალიან სენსიტიური, დამოკიდებულია, როგორც თქვენ თქვით, ძალიან ბევრ რაღაცაზე, მათ შორის გეოპოლიტიკურ მდგომარეობაზე, მათ შორის გეოეკონომიკურ მდგომარეობაზე, რაც ზოგადად ჩვენს გარშემო ხდება. ჩვენ უნდა ისიც გვესმოდეს ალბათ, რომ ჩვენს გარშემო ძალიან მძიმე ეკონომიკური კრიზისები ქონდა ბევრ ქვეყანას, მათ შორის შეგვიძლია ვისაუბროთ თურქეთზე, მათ შორის შეგვიძლია ვისაუბროთ სხვა მეზობლებ ქვეყნებზე და სწორედ ამ პერიოდში შენარჩუნება მეტნაკლებად სტაბილურობის არის ძალიან მნიშვნელოვანი. შეიძლება იყოს წლები, როდესაც ჩვენ დავინახავთ ინვესტიციების ვარდნას, თუმცა შეიძლება ამავდროულად მეორე წელს მთლიანად ბოლო 2 წლის რეკორდი მოხსნას ინვესტიციებმა. ამიტომ ეს ცოტა ისეთი საკითხი არის, ბევრი მიმართულებით შეიძლება გამოიყენო ადამიანმა, გააჩნია როგორ შეგიძლია ამას შეხედო. ამიტომ ამ შემთხვევაში ამაზე რამე კომენტარის გაკეთება ალბათ ჩემთან არ იქნება. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის, წარმატებებს გისურვებთ და რა თქმა უნდა, კლავაც სიამოვნებით გელოდებით ბიზნეს პარტნიორის ეთერში მიხეილ ხიდურელი საუბრობდა. გეოპოლიტიკური ცვლილებები, მსოფლიოში მიმდინარე სავაჭრო ომები, სამხედრო კონფლიქტები რეგიონში და პოლიტიკური არასტაბილურობა. აი ეს ის არასრული ჩამონათვალია, რომელიც ბიზნეს გრძელვადიან დაგეგმვასა და განვითარებაზე გავლენას ახდენს. ამ ფონზე კიდევ უფრო ხშირად ისმის კითხვა,
რა საინვესტიციო გარემოა საქართველოში, რა გამოწვევების წინაშეა და როგორ აფასებს სახელმწიფოს მიდგომებსა და სტრატეგიას თავად ბიზნესი. გაცემის ამ ნაწილში ბიზნესის გადასახედი და ვიმშელებთ საქართველოს საინვესტიციო პოტენციალსა და შესაძლებლობებზე. Global Benefit Georgia's გენერალური დირექტორი და Geo Hospitals's სამეთვალყურო საბჭოს თავმჯდომარე ნინა კობახიძეა ჩვენი დღევანდელი პირდაპირ ეთერის სტუმარი. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა გაცემაში სტუმრობისთვის. მე და თქვენ პირველად ხვდებით ჩვენს ახალ შენობაში და ახალ სტუდიაში, მადლობა. და საუბრობთ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილზე, ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალზე. ერთ-ერთ გაცემაში, როდესაც ბოლო ერთ-ერთ გაცემაში სტუმრობისას თქვენ მითხარით, რომ რეალურად ინვესტორებისთვის საქართველოს საინტერესოა ამ შემთხვევაში საუბრობთ სადაზღვევო ნაწილზე, თუმცა თავისთავად არის გამოწვევები. აი, ჯერ დავიწყოთ იმაზე საუბრით, რა არის საინტერესო, რატომ უნდა დაინტერესდეს ევროპელი იქნება, ამერიკელი თუ დაუშვათ თუნდაც აზიის ქვეყნებიდან ინვესტორი, როდესაც ძალიან ბევრი მსოფლიოში ქვეყანა, სადაც შეიძლება რომ საკუთარი კაპიტალი დააბანდოს საქართველოში. ბიზნესის განმოსახედიდან რა არის აქ თავი და როდესაც ემუშავებით ამ კომპანიებს თავარი არგუმენტი რა გაქვთ? ძალიან საინტერესო თემაა. მოდით ჯერ ნუ შევეხებით მიმდინარე სიტუაციებს, თქვათ რაღაც გეოპოლიტიკურ და შიდა ლოკალურ პოლიტიკურ ნაწილზე. ზოგადად სტანდარტული ესე ვთქვათ ფრაზები, რომელიც გვესმის ხოლმე, რატო შეიძლება ინვესტორს დააინტერესოს ქვეყანა, ეს არის რა თქმა უნდა კარგი მოქნილი საგადასახადო სისტემა, როგორც წესი, ანუ თავისუფალი სტაბილური ეკონომიკური გარემო, რწმენა და თავისუფალი სასამართლო სისტემა და ძალიან უხეშად ვთქვათ, ეგრეთ წოდებული ფულის კეთების მარტივი საშუალება, როდესაც ინვესტორი იღებს ამ გადაწყვეტილებას, რომ ირჩევს ქვეყანას, რა თქმა უნდა, ამ გარემოებებს აქცევს ყურადღებას და მე პირადად ჩემი გამოცდილებიდან ბევრი წელი ამუშავია ინვესტორებთან და არაერთი მსხვილი კომპანიისთვის მომიძებნია ეს ინვესტორი, რა თქმა უნდა, ყოველთვის აქცევენ ისინი ყურადღებას პარტნიორებს, რომლებიც ქვეყანაში ხვდებიან, მათ განათლების დონეს, მათ დობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და ეს არ არის ახალი და ეს კრიტერიუმები, რომელიც მე ჩამოვთვალე, არ შეიცვლება და არასოდეს არ შეიცვლება თუ თქვათ რაღაც არ დაემატა ან ესე ვთქვათ რაღაც არ მოაკლდა ამ ურთიერთობებიდან გამომდინარე. რა თქმა უნდა ეს არის ის კომპონენტები, როდესაც ინვესტორი უყურებს ქვეყანას და შემოდის, რამდენად შეიძლება მან თავისი დაბანდებული ფულით გამოიმუშავოს თქვათ უფრო მარტივი ან უფრო გრძელვადიანი სტაბილური არიან საქართველოში ასეთი ბიზნესები? არიან საქართველოში ასეთი ბიზნესები, არიან საქართველოში ასეთი ინვესტორები, რა თქმა უნდა ეს არის ძალიან საინტერესოა რომ არიან პარტნიორი ინვესტორები, ქართველი ბიზნესმენებისთვის საერთაშორისო პარტნიორები არიან წარმოდგენილი ქვეყანაში და რა თქმა უნდა ასეთ სიტუაციაში სწორედ ეს ადამიანები, ვინც საქართველოში ფულს აბანდებს, მერე ეგრეთ წოდებულად ყვებიან და მერე მათი გამოცდილება და მათი ესე ვთქვათ ქვეყანაში ოპერირება გვაძლევს ხოლმე იმის ამბიციას და საშუალებას, რომ კიდევ სხვა ინვესტორებთან გქონდეს კომუნიკაცია. ეს რაც შეეხება ძალიან ზოგადად. რა თქმა უნდა, როდესაც კონკრეტულად საქართველოზე წლებთან ერთად თქვათ წლების განმავლობაში თუ გადავხედოთ ჩვენს ისტორიას ირჩევენ ქვეყანას, რა თქმა უნდა ეს არის სწრაფად განვითარებადი ქვეყანა, ლოკაციურად ძალიან საინტერესო, სატრანზიტო დერეფანი, რომელიც შეიძლება იყოს არა მხოლოდ ლოჯისტიკური თუ გადამზიდავი კომპანიებისთვის საინტერესო, არამედ სხვა ყველა ნებისმიერ ფინანსურ თუ სამეცნიერო სექტორში იმ თვალსაზრისით, რომ სწორედ ეს გადამზიდავი ველი და დერეფანი შექმნის ახალი ეკონომიკური განვითარების და ფულადი ნაკადების წყაროს, რომელიც თავის მხრივ მერე მოამარაგებს სხვადასხვა სექტორებს. სწორედ აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ინვესტორიც ყოველთვის ამ პროცესს უყურებს. გეოპოლიტიკურად, რა თქმა უნდა, ყოველთვის რთულ ვითარებაში ჩვენი მდებარეობა არ არის ზოგ შემთხვევაში შეიძლება იყოს სახარბიელო, ზოგ შემთხვევაში ეს იყოს, რა თქმა უნდა, რისკის მატარებელი, თუმცა, როდესაც სწრაფად ვითარდები და ვთქვათ, რაღაც იმ პოლიტიკურ განაცხადებს აკეთებ, როგორც არის, ვთქვათ, უამრავ ქვეყანასთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, მე ვიტყოდი ერთ-ერთი საინტერესო ქვეყანა ვართ ყოველ შემთხვევაში, თვალსაზრისით, რომ ძალიან დიდ მსხვილ ქვეყნებთან გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება და ამ კუთხითაც ძალიან საინტერესო შეიძლება იყოს ინვესტორისთვის და რა თქმა უნდა უკვე მთავარი ფაქტორი გეოპოლიტიკური გარემო და შიდა პოლიტიკური გარემოც როგორც წესი არის მნიშვნელოვანი. შიდა პოლიტიკურ ნაწილს რაც შეეხება, აქ ეს რამდენად მისაღები არგუმენტია იმ გაგებით რომ დავუშვათ ერთია პოლიტიკური სტაბილურობა, ზოგადად სტაბილურობა და მეორეა თვითონ მუდმივად საქართველოში არჩევნებამდე თუ არჩევნების შემდგომ თავრობის სხვადასხვა გადაწყვეტილებები, ქუჩაში პროტესტი, როდესაც არის და თან აქტიური პროტესტი.
ეს არ ახდენს გავლენას დაუშვათ პარტნიორებზე და ინვესტორებზე? ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ მოკლევადიან და გრძელვადიან ხედვაზე ინვესტორებს ესე შეგვიძლია რომ შევხედოთ. ეს რა თქმა უნდა არა მხოლოდ საერთაშორისო ინვესტორებზე ვსაუბრობ, მე ხლა ვსაუბრობ ადგილ რომელიც გაფიქრებინებდა ამ ქვეყანაში ინვესტიციის განხორციელებას, იმიტომ რომ დამეთანხმებით საერთოდ ბიზნესი ძალიან მოქნილია ძალიან ბევრ კრიზისს გაუძელით ჩვენც და მსოფლიოში საერთოდ ბიზნესი იმდენად ამ შემთხვევაში ქართულ სწავლებას საერთოდ ბიზნესი ამასაც მოიცავს, თუმცა შესაძლებელია ნებისმიერი კრიზისი შესაძლებლობათაც გამოიყენო და ვთქვათ პოლიტიკურად ეხა საინტერესო შეიძლება შიდა პოლიტიკური პროცესებიდან გამომდინარე არა, მაგრამ აი გლობალური პოლიტიკიდან გამომდინარე თუ შევხედავთ ამერიკის, რუსეთის, უკრაინის მიმდებარე სიტუაციას, შეიძლება სწორედ საქართველოს ველი საინვესტიციო თვალსაზრისით ძალიან საინტერესო იყოს, იმიტომ რომ იმ შემთხვევაში თუ იქ დასრულდა ეს საშინელი და ძალიან მძიმე ომი, რომელიც მიმდინარეობს, შეიძლება სწორედ ჩვენი ქვეყანა იყოს საინტერესო საინვესტიციო თვალსაზრისით, იმ თვალსაზრისით, რომ ვთქვათ ბაზრების გახსნის კუთხით და ახალი საინვესტიციო ბიზნესის მოდელების შექმნის თვალსაზრისით იყოს სწორედ ძალიან მნიშვნელოვანი. ამიტომ ბიზნესი ყოველთვის არის რა თქმა უნდა სენსიტიური, მაგრამ ბიზნესი ყოველთვის უფრო სწრაფ და მოქნილ გადაწყვეტილებას იღებს იმ შემთხვევაში თუ როგორ მიმდინარეობს ქვეყანაში სიტუაცია. როგორც კი ეს სიტუაცია მშვიდდება, ავტომატურად შეიძლება ბიზნესმა მიიღოს გადაწყვეტილება, რომ სწორედ ეხლა იყოს კარგი დრო. თუ ჩავთვლით იმას, რომ ასეთ დროს, როდესაც ვთქვათ რაღაც კრიზისი, ეხლა შეიძლება ისე გამომდის, მაგრამ ეს ბიზნესის ენით მინდა რომ ავხსნა, თუ ეს არის ჩვენი თემა დღეს ასაუბრო, რომ სწორედ ასეთი კრიზისები ხშირად საინტერესო შეიძლება იყოს სხვადასხვა ბიზნესის დასაწყებად, ანუ იგივე უძრავი ქონება ამ სიტუაციაში ცოტა იაფდება და ასე შემდეგ და ამ თვალსაზრისით თუ შევხედავთ, რა თქმა უნდა არის ნეგატიური გავლენას ყოველთვის ახდენს, შეიძლება ის თვეები, როდესაც ეს პოლიტიკური კრიზისი მიმდინარეობს, დანაკარგი ქონდეს ქვეყანას, მაგრამ ოპტიმისტური თვალსაზრისით თუ ვიმსჯელებთ, მაინც ქვეყანას უყურებ ცოტა გრძელვადიანად, ისტორიულად და ბიზნესს აქვს თავის ისტორია ყოველთვის. საკმაოდ საინტერესო ფრაზა თქვით, ახლა ბიზნესს აქვს ისტორია და თან ბიზნესმა ისწავლეთ მეტნაკლებად კრიზისების მართვა იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო წლების განმავლობაში ძალიან პრაქტიკულად ერთი იგივე სცენარი ნახა ბიზნესმა ბევრი სხვადასხვა ფაქტორის შემხედვარე. მაგრამ დღევანდელი გადმოსახედიდან ყველა იმ თქვენს კოლეგას, რომელიც ამ ეთერში ღამის ბიზნეს პარტნიორი სტუმარი იყო, მეკითხებოდი, რომ 2025 წელს ზრდა გაქვთ თქვენს კომპანიებში დაგეგმილი თუ დაუშვათ მაინც ფიქრობთ, რომ რეალურად არ იქნება ზრდა და თუნდაც 2000 ხო. ამიტომ საინტერესოა თქვენ ორი ძალიან მსხვილი კომპანიის ხელმძღვანელი ბრძანდებით. მესამეც მინდა გითხრათ, რომელზეც ხშირად არ საუბრობ, ასევე დაზღვევასთან დაკავშირებული. ძალიან საინტერესო კითხვაა, რა თქმა უნდა, 20-24 წელი მაგალითად ჩვენ დავხურეთ 50%-იანი ზრდით, ხო? აი შეიძლება ეს იყოს რაღაცნაირად ვიღაცისთვის ცოტა მიუღებელი. ანუ ეს ყველა სეგმენტში მაგალითად სადაზღვო უმეტესობა სეგმენტში კი მესმის ჩვენი სექტორი ცოტა კრიტიკულია იმ თვალსაზრისით, რომ ბრჭყალებში კრიზისი პირიქით, ანუ ჩვენ ვართ კრიზისების მმართველი, განსაკუთრებით სამედიცინო სექტორი და სადაზღვო სექტორი არის ის სექტორი, როდესაც ყველაზე ცუდ სიტუაციაშიც კი ადამიანს შეიძლება უფრო მეტად ჭირდებოდეს, ვიდრე თქვა სხვა ტიპის მომსახურება. თუმცა დაზღვევა მაინც ძალიან დობაზე დამყარებული ბიზნესია, ძალიან რთული ბიზნესია, ფინანსური ინსტიტუტია და აქაც მინდა ვთქვა, რომ სექტორულად ამ სექტორში საკმაოდ მაღალი ზრდა არის წლევანდელ წელს 2024 წელს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ სავალდებულო შინაარსის დაზღვევები ჯერჯერობით ქვეყანაში არ გვაქვს და ეს მხოლოდ ნებაყოფლობით ხდება, უნდა ვივარაუდოთ, რომ ადამიანებს გაუჩნდათ დობა, ფინანსური შესაძლებლობა იმის, რომ იყიდონ დაზღვევა, როდესაც ვთქვათ, ჩვენ ეს კულტურა ჯერ კიდევ ბოლომდე არ აქვს კარგად. ეს ეხება მხოლოდ ჯანმრთელობის დაზღვევას, თუ ყველა სახეობას, ეხება როგორც კორპორატიულს, ასევე ინდივიდუალურ დაზღვევას, ავტომანქანების მოცულობა ის დაზღვევა არის გაზრდილი, ჯანმრთელობა თავისთავად მუდმივად მზარდია და ამ წელსაც არ ვიყავით გამონაკლისები და ეს სექტორი გაიზარდა. ჯანდაცვის სექტორთან დაკავშირებით, ეს სტაბილურად სახელმწიფოსთან დაკავშირებული სექტორია მეტნაკლებად და FDRG-ის მოდელებიდან გამომდინარე, აქაც შეინიშნება მცირედი ზრდა, თუმცა ფასებიდან გამომდინარეც მათ მოიმატეს და ვთქვათ სერვისების მოცულობამაც, თუმცა მაინც უნდა აღვნიშნოთ, რომ 50%-იანი ზრდა არ არის პატარა ზრდა, თუნდაც ჩვენი კომპანიის მაგალითზე ქვეყანაში. წელს გაორმაგებას გეგმავთ 25-ის ჭრილში, იმიტომ რომ მოგვეცა ამის საშუალება, რომ რაღაცნაირად სექტორის თვალსაზრისით ხედავთ, რომ საჭიროება დგას და შესაბამისად ჩვენც ვერ გებით უკვე ტექნოლოგიურათაც და მომსახურების თვალსაზრისით და ეს არის ძალიან საინტერესო. თუ ზუსტად ეს არის ის ციფრები ეკონომიკურ
ფასაზე, როდესაც საუბრობენ. ზუსტად ეს არის ის ციფრები, მაგალითებად, რაც შემიძლია მოვიყვანო, აი ხა გამოქვეყნება სექტორის მონაცემებიც და იქაც აისახება, რა თქმა უნდა, ბოლო თვეები ისევე როგორც ყველა სექტორი იყო ჩვენთანაც ჩავარდნა, თუმცა მაინც ერთიან ჭრილში რო შევხედოთ, ფაქტია, რომ ჩვენ სექტორებს ეს კრიზისი ამ წელს არ შეხებიათ. ანუ სადაზღვოს ნაწილზე კი მინდა კითხოთ. სადაზღვო სექტორი ინვესტორებისთვის არის კვლავაც საინტერესო. თუ ადგილობრივი იქნება თუ საერთაშორისო და თუ არის რა განვითარების პერსპექტივა აქვს ამ შემთხვევაში საქართველოში, იმიტომ რომ ერთი შეხედვით პატარა ბაზარი ვართ, როდესაც სადაზღვო ბაზრის გადასახედიდან ვუყურებთ, ხო აქ ჯანმრთელობის დაზღვევა კიდე ცალკე ნაწილია. ჩვენთან არ არის განვითარებული მაგალითად ისეთი დაზღვევები, როდესაც პირობითად მილსადენი და ეს არის, მაგრამ არა ბუნებრივია ყველა კომპანიისთვის ვერ იქნება ხელმისაწვდომი, ხო? ანუ აი ამ რასაც რეალურად მსხვილი ინვესტიციის და მსხვილი ფინანსური რესურსი საინტერესოა ეს ბაზარი, მე შემიძლია მაგალითი გითხრათ, რომ ჩვენ სექტორის საკმაოდ დიდი რისკები გადაზღვეულია ევროპულ და ბრიტანულ და მათ შორის ახლა უკვე ამერიკულ და თქვათ აზიის ბაზრებზე საკმაოდ მაღალი რეგულატორის მოთხოვნით საკმაოდ მაღალ რეიტინგიან კომპანიებში, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ხნის განმავლობაში ერთი კითხვა არ დასმულა ჩვენს მიმართ, ანუ იმდენად დიდია ნდობა საქართველოს სადაზღვეო სექტორისთვის და შესაბამისად ჩვენს მიერ მიწოდებული გადასაზღვევი რისკების მიმართ, რომ არ დასმულა კითხვა, მინდა გითხრათ, რომ პარტნიორზე რეკავს და ჩამოდის იმ თვალსაზრისით, რომ საქართველოს ბაზარი აინტერესებს თუნდაც იგივე შუა აზიასთან მიმართებაში, თუნდაც იგივე მოკავშირე ქვეყნების დაზღვევისა თუ გადაზღვევის რისკებთან მიმართებაში, სადაც ჩვენ გვაქვს ასევე შეხება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია და საინტერესოა, ჩვენ ბაზარს უყურებენ როგორც პოტენციურ ბაზარს იმ თვალსაზრისით, რომ თუნდაც სავალდებულო შინაარსის დაზღვევები ჯერ არ დაწყებულა და ამაზე მიმდინარეობს მუშაობა და რაც დაახლოებით სადღაც მილიარდით ალბათ გაზრდის სამედიცინო თვალსაზრისით და ბანკანების თვალსაზრისით თუ დაიწყეს სავალდებულო დაზღვევა მილიარდით გაზრდის ბაზარს და როდესაც საუბრობთ რომ მილიარდით გაიზრდება ბაზარი ეს მილიარდით ზრდა სადაზღვევების შემოსავლებში კი არ დაგენერირდება მხოლოდ ანუ დასაქმებულთა რაოდენობაში აისახება ეს ყველაფერი ანუ ახალი ტექნოლოგიების დანერგვაში აისახება მოქალაქეების უფრო სიმშვიდეში აისახება და სახელმწიფო ხარჯების დაზოგვაზე აისახება რაც იმას ნიშნავს რომ სწორედ ჩვენი პოტენციური ინვესტორების და პარტნიორების და გადამზღევლებით ასევე ეძახით ჩვენ ამ ხალხს ძალიან საინტერესოდ უყურებენ და ყოველთვის ერთი კითხვა არ დასმულა მთელი ამ ხნის განმავლობაში რისკებთან დაკავშირებით იმდენად სწორად ოპერირებდით ყოველ შემთხვევაში ანუ რისკებთან დაკავშირებით კითხვა არ დასმულა კონკრეტული კომპანიის მიმართ თუ მთლიანად სექტორი არის მე არ გამიგია რომ სექტორის მიმართ ვერ გეტყვით ჩვენ შემთხვევაში ჩვენ საკმაოდ მსხვილ გადამზღევ კომპანიებს ვეთანამშრომლობთ მათ შორის მე მგონი ერთადერთი კომპანია ვარ საქართველოში რომელიც სამედიცინო დაზღვევის გადაზღვევაშიც ოპერირებს პარტნიორის მეშვეობით იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს გლობალურად სოფლიო დაფარვა სხვადასხვა ტიპის სადაზღვევო პოლისებზე და ამ თვალსაზრისით ინტერესი არის მინდა დავაფიქსირო ჩვენი ევროპელი და ბრიტანელი პარტნიორებიდან ქვეყანაში უფრო მეტი დიდი რისკების აღების და გადაზღვევის და ეხლა მაგალითად ვიცით რომ პორტის მშენებლობა იწყება და სწორედ ამ კუთხით საინტერესოა ასევე ამ რისკის არსებობაც ხო და სადაზღვევო კომპანიებისთვის ჯანმრთელობის დაზღვევა ჩვენ ყველა მიჩვეულები ვართ რომ ძირითადად ჯანმრთელობის დაზღვევა ავტომობილების თუმცა სადაზღვევო სეგმენტი აბსოლუტურად სხვა მასშტაბის რა თქმა უნდა ჩვენთან უბრალოდ პოპულარულია უფრო ჯანმრთელობის დაზღვევა და მაგალითად რომ იგივე ანაკლიის სპორტი და ამ ინფრასტრუქტურა და შემდგომი თამდები პროცესები რამდენად მოგცემთ სადაზღვევო ინდუსტრიის მოთამაშეებს კიდევ უფრო დავუშვათ განვითარების რეალურ რესურსს. საკმაოდ საინტერესოა თუნდაც ის ახალი საინვესტიციო პორტფელი, რომელიც დუბაიდან MF-ის, იმიტომ რომ ესეთი საერთაშორისო ორგანიზაციები საერთოდ დაზღვევის გარეშე ნაბიჯს არ დგავენ ხოლმე ბაზარზე, მით უმეტეს ახალ ბაზარზე, დაწყებული ეგრეთ წოდებული construction all risks, რასაც ეძახიან, ანუ საამშენებლო რისკების დაზღვევიდან, რომელიცაც იწყება, აი კაფსულას რო ჩააგდებენ, თქვა დაიწყება და ეს ამ მომენტიდან დაწყებული ბოლო ეტაპამდე დასრულებული ყველა რისკი სამოქალაქო პასუხისმგებლობა უმუშევრობის დაზღვევაც კი შეიძლება თავის მასში დასაქმებულ ადამიანებს უყიდონ. ამიტომ ეს არის უდიდესი პოტენციალი ჩვენი სექტორისთვის და სწორედ ამიტომ აინტერესებთ ალბათ ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს ამ ბაზარზე მაინც ყურადღებით უყურებენ რომ ჩვენი პარტნიორები იყვნენ რისკების განაწილების ნაწილში. რა თქმა უნდა უდიდესი პოტენციალია როგორც სადაზღვევო რისკების მართვის თვალსაზრისით ასევე ქვეყანაში ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით და ამ პროცესს რა თქმა უნდა მოლოდინის რეჟიმში უყურებთ
ვისაუბრებთ, ვაკვირდებით და ვემზადებით, იმიტომ რომ ყველაზე დიდი სირთულე დღეს რაც ბაზარს და ნებისმიერ სექტორში შეიძლება ქონდეს, ეს რა თქმა უნდა არის კვალიფიციური კადრების დეფიციტი და სწრაფი განვითარებისთვის საჭირო მექანიზმები, რომელიც ხშირ შემთხვევაში შეიძლება ახლოს არ ქონდეს. კი ბატონო, და ჩვენი საუბრის ბოლოს რეალურად ინვესტორებისთვისაც, ადგილობრივ ინვესტორებისთვისაც და მთლიან ბიზნეს სექტორისთვისაც კადრები არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი, იმიტომ რომ მე ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ბოლო თვეებში არ მახსენდება რომელიმე თქვენი კოლეგა მოსულიყო ბიზნეს პარტნიორში და ეს საკითხი საგანგებოდ არ გამოიყო. ასეთ სიტუაციაში როგორ ახერხებთ ფუნქციონირებას ერთი და რეალურად რა არის მთავარი პრობლემა, რომ კვალიფიკაცია დავუშვათ კადრების თითქოს უმუშევრობის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია, თითქოს უმუშევრობა ადამიანებს არ აქვს სამსახური და ამ დროს რეალურად ბიზნესი საუბრობს, რომ ჩვენ არ გვყავს კადრები. რა არის აქ მთავარი პრობლემა? გეთეხმებით, ალბათ ცოტა ჩვენი ბრალიც არის უფრო მეტად პროაქტიულები უნდა ვიყოთ თუნდაც რეგიონალურ დონეზე კომუნიკაციის თვალსაზრისით და ჩვენი რესურსი ცოტა უფრო მეტად უნდა ჩავდოთ აი სწორედ ამ გადამზადება და არა უმაღლესი განათლების ვთქვათ საჭიროება ისეთ პროფესიებში, ისეთ პოზიციებზე, სადაც არ არის აუცილებელი უმაღლესი განათლება, ვთქვათ შესაძლებელია რომ ამ კუთხით მივეშველოთ თუნდაც ბიზნეს სექტორი უფრო მეტად გააქტიურდეს. თუმცა რა თქმა უნდა არის განათლების თვალსაზრისით უფრო ცნობადობის პრობლემა, ალბათ როგორ უნდა მიღწევადობის პრობლემა, როგორ უნდა გაიკვალოს გზა კადრმა თუნდაც იქამდე რომ ჩვენამდეც მოვიდეს პირობითად და ასევე რა თქმა უნდა გადინება, ან უფრო მარტივი სამსახურები, რომელიც თქვათ ახლა არავის მას არ ვაყენებ, მაგრამ უფრო მარტივი სამსახურების უფრო მეტი გამომუშავების თვალსაზრისით ადამიანმა შეიძლება არჩევანი გააკეთოს, თქვათ არა რთულ პროფესიებთან შესვლაზე. ამ კუთხით საკმაოდ დიდი სამუშაო აქვს ქვეყანას, ჩემი აზრით, ანუ მაქსიმალურად უნდა მოვახერხოთ როგორც ბიზნეს სექტორმა პროფესიულ სასწავლებლებში, ასევე სახელმწიფოს მხრიდან, უფრო მეტი კონცენტრაცია უნდა გაკეთდეს ქვეყანაში კადრების დამაგრებაზე, მათ განვითარებაზე, გაზდაზე და გამარტივებაზე იმ შემთხვევაში, თუ არ გჭირდება უმაღლესი განათლების დიპლომები იმისთვის, რომ თუნდაც შევიდეს პროფესიაში და ადამიანმა უფრო დავიდე დაგმოჩნდებოდეთ, აუცილებლად მინდა ასევე ვკითხოთ ერთ ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი, თქვენ ბევრჯერ ახსენეთ რამდენჯერმე კითხვისას პასუხად ჩვენი ევროპელი პარტნიორები, ბრიტანელი პარტნიორები და შემდგომ. დღეს რეალურად ქვეყანას რა პოზიციონირებაც აქვს ხელისუფლებას აი ამ სიტუაციაში თითქოს ჩანს, რომ გარკვეულწილად ყოველ შემთხვევაში თქვენი მათ შორის თქვენი კოლეგების ნაწილის გადმოსახედიდანაც ქვეყანას ერთგვარი იზოლაციის რისკის წინაშეა თუ არა იზოლაციაში. როდესაც ემუშავებით თქვენს პარტნიორებს, მათ შორის ევროპელი იქნება, ბრიტანელი თუ ამერიკელი, იქ ამ ტიპის პრობლემები ჩანს თუ არა და ბიზნეს გადმოსახედიდან თქვენ შემთხვევაში ეს როგორ გამოიყურება? ზუსტად ამაშია საქმე, რომ ჩვენი მხრიდან არც ერთი წუთი არ მოგვიდუნებია, არც მუშაობა და არც დარწმუნება და არც და იმის აფიშირება, რომ ჩვენ ამ კურსიდან არც ერთი წუთი არ გადაგვიხვევია და გამორიცხულია, რომ ამ გზას გადაუხვიოთ, ჩვენ რჩებით იქ, სადაც ვიყავით და რა განაცხადიც ჰქონდა, არ გაჩენიათ. შეიძლება ეს ჩვენ პირადი საუბრებში და ნდობის თვალსაზრისით ვიწვევთ იმ ნდობას, რომ ის ადამიანები ჩვენ გვენდობიან, იზოლაციას ვერ გვძნობთ მათი მხრიდან, რაც შეეხება ბიზნეს წრეებს. რა თქმა უნდა, კითხვები არის ამასთან დაკავშირებით და სწორედ იმისთვის ვართ, რომ გავაქარწყლოთ ეს კითხვები და რაღაცნაირ პოლიტიკურ ჭრილში გადავიტანოთ იმ თვალსაზრისით, რომ მოლოდინის რეჟიმში უყურებთ, რომ რაც შეიძლება სწრაფად ეს გაურკვევლობა და ეს დაძაბული ურთიერთობა უნდა დასრულდეს, უნდა დაალაგდეს ნებისმიერ შემთხვევაში, რომ ამან არ გამოიღოს უფრო გართულებული ფორმატები, იმიტომ რომ რაც უფრო გართულდება ეს კომუნიკაცია და არ შედგება კომუნიკაცია პოლიტიკოსებს შორის, რა თქმა უნდა, ეს დროთა განმავლობაში ბიზნესიც აისახება. იქამდე ჩვენ მე ვფიქრობ, რომ საკმაოდ დიდ შრომას ვწევთ ბიზნესი იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ გზას მივყვებით და ჩვენს მეგობრებს და პარტნიორებს ვარწმუნებთ იმაში, რომ ეს გზა არის ურყევი. ძალიან დიდი მადლობა, რომ იყავით ჩვენი გადაცემის სტუმარი, წარმატებებს გისურვებთ და ბუნებრივია კლავაც სიამოვნებით გელოდებით ბიზნეს პარტნიორს. მადლობა დიდი თქვენ. ასეთი იყო ბიზნეს პარტნიორი დღეს, მე და თქვენ ერთმანეთს პროექტის ფარგლებში ერთი კვირის შემდგომ შევხვდებით, თუმცა რა თქმა უნდა ბიზნეს პარტნიორი ხვალას დაგიბრუნდება პირდაპირ ეთერში. ნახვამდის.